გამარჯობა, ახლა 6 საათი სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში ღია თამაში იწყება. მე ვარ ირაკლი ჩიხლაძე და იყავით მოვლენათა ეპიცენტრში. ახლა კი თემები, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ღია თამაში შტატებიდან და ქართულ-რუსული ურთიერთობა ამერიკელი ექსპერტის თვალით. რუსუდან წერეთელმა დღეს დევიდ სატერის ინტერვიუ ჩაწერა და თქვენ მას ცოტა ხანში ნახავთ. როგორ ეზრდებიან მოხევეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ყაზბეგიდან პირდაპირ ჩართვა გადაცემის დასკვნით ნაწილში. დღეს ასევე გადაცემაში შეცვლის თუ არა ტბას ჭაობი. საუბარია პალიასტომზე. ჩვენი კორესპონდენტი კი პირდაპირ ჩართვისთვის ემზადება. დღეს გადაცემაში ასევე უნდა ჩართოთ წმინდა მიწასა და ჩვენი კორესპონდენტი იმყოფება და ის გადაცემის ერთ-ერთ ბლოკში ჩემი თანაწამყვანი იქნება. ახლა კი ახალი დროა და ნინო ვარდოსანიძე შემოგვერთება და გვეტყვის თუ რა ხდება ამ დროისთვის მნიშვნელოვანი. ნინო, საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის ირაკლი. ახალი შრომის კოდექსით განათლების მინისტრი უკმაყოფილოა ამ და სხვა თემებით რამდენიმე წამში დავბრუნდებით. შრომის კოდექსის ახალ კანონპროექტს იუსტიციის სამინისტრო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აცნობს. ირკვევა, რომ წინასწარი რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებულ პროექტში ცალკეული დეტალები დახვეწა საჭიროებს. თუმცა მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი პროექტი ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაშია, რაც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება. მიუხედავად ამისა, ახალი რეკომენდაციების გათვალისწინება საპარლამენტო უმრავლესობა მეორე მოსმენისთვის მაინც გეგმავს. რეკომენდაციები დღეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის და იუსტიციის სამინისტროს გააცნო. 2006 წელს მიღებულ შრომის კოდექსთან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას თავის დროზე არაერთი შენიშვნა ჰქონდა, რომელიც დახვეწას საჭიროებდა. ამჟამინდელი კანონპროექტის ვარიანტი საერთო კონსულტაციების საფუძველზეა მიღებული და ის სრულ შესაბამისობაში მოდის როგორც ევროპულ, ისე საერთაშორისო აღიარებულ იურიდიულ ნორმებთან. საქართველოს აიღო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებიდან გამომდინარე, ევროპის სოციალური ქარტეიდან გამომდინარე და ეს კოდექსი ეხმიანება ჩვენს მისწრაფებებს ევროკავშირში, ევროკავშირთან ჯერ დაახლოების და პოტენციურად ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან. ჩვენთან დღეს მოქმედი შრომითი კოდექსი არის იმდენად ცუდი მინდა გითხრა და იმდენად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს დასაქმებულს, რომ ამის ესე დატოვება ნამდვილად არ შეიძლებოდა და სწორდება კიდევაც. რა თქმა უნდა, ამ თავისუფალ მანევრს მიჩეული დამსაქმებელი დღეს უფრო გარკვეულ ჩარჩოსი ჯდება ამ კოდექსის მიხედვით, მაგრამ დამერწმუნოთ ყველაფერი კარგია და შეჯერებული ვარიანტებია და დამერწმუნოთ, რომ ყველა მიეჩვევა. შრომის კოდექსთან დაკავშირებით განსხვავებულია თავად მინისტრთა კაბინეტის წევრების პოზიცია. განათლების მინისტრმა შრომის ახალი კოდექსის პროექტს როზა ლუქსემბურგის ოცნება უწოდა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჯიპა სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები დამსაქმებელს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა ინტერნეტით გავრცელდა. მარგველაშვილს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უპასუხა. ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ ცვლილებები სრულად შეესაბამება ქართული ოცნების არჩევნო კამპანიის დროს გაცემულ დაპირებებს და ეს არის კოდექსი, რომელიც დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებებსა და მოვალეობებს აბალანსებს. საქართველოს პარლამენტმა შრომის კოდექსის ახალი პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. შრომის კოდექსის შესულია, ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაიძრება. ეს იგი როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსი არის შესული. როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ახდენით დაგისურვეთ, მაგრამ შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანადა რა საქართველოში. ვერც სახელმწიფო, ვერც ბიზნესი, ისეთი შრომის კოდექსი შევიდა. არა, ბიზნესისთვის კოშმარია. არა, როგორ არის კარგი, რას მეუბნები. როგორ არის ძალიან პრობლემურია. მით უმეტეს ქვეყანაში სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც თუნდაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. არა, ამ ფონზე ესენი
შრომის კოდექსის და პოლიციას უთხოვენ. ანუ ვინმე რა გამოგვიდის რა ხდება. მარტო ვერ ხდება რა. არავითარი კავშირი შრომის კოდექსს როზა ლუქსემბურგთან და მის ოცნებებთან არ აქვს. ამ შრომის კოდექსს აქვს პირდაპირი კავშირი იმ საარჩევნო დაპირებებთან, რომლებიც ქართულმა ოცნებამ მის ამორჩევას, რომლის საფუძველზეც მიიღო ხმები ამორჩეულთა დიდი უმრავლესობის და გაიმარჯვა არჩევნებში. უვადო პატიმრობაში მყოფმა პირებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მინისტრმა სოზარ სუბარმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მეკა ბესელიამ და ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა სასჯელ აღსრულების მერვე დაწესებულება დატოვეს. მათი განცხადებით, პარლამენტში მსჯავრდებულთა საქმეებზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და პატიმრების საქმეების შესწავლა ინდივიდუალურად მოხდება. ოფიციალური მონაცემებით ციხეებში უვადო პატიმრობა 99 ადამიანს აქვს მისჯილი, აქედან 4 ქალია. პატიმართა საქმეების გადახედვას და სასჯელის შემსუბუქებას მსჯავრდებულებთან ერთად უფლებადამცველებიც მოითხოვენ. ნაწილი ამბობს, რომ კვალიფიკაცია არასწორი, რა არის საქმეები, სადაც საუბარია სასჯელის შეცვლაზე, ანუ უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომ ვადიანი სასჯელით შეიცვალოს. განსხვავებული შემთხვევებია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უმრავლესობის შიგნით უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, რომ მოვძებნოთ რაიმე სამართლებრივი ბერკეტი და გზა. უვადოობის შეცვლის ორი გზა არსებობს, ეს არის გადახედვა განაჩენის და ამისთვის კომისია შესაძლებელი იქნება მაშინ სპეციალური კომისია შეიქმნება, ან პირობით ვადამდე გათავისუფლება, რაც შესაძლებელია მას შემდეგ, რაც 20 წელს მოიხდის ადამიანი. თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება ფიქრი უფრო ჰუმანურ მიდგომებზეც. უნდა გამოინახოს ის გზა, რომელიც მათაც რაღაც შეღავათს გაუწევს. ვინაიდან მათაც ისევე როგორც სხვა პატიმრებმა, როდესაც ეს შეღავათები შეეხო, გადაიტანეს ის ჯოჯოხეთი, რომელიც აი ამ წლების განმავლობაში იყო წამება არა ადამიანური ღირსების შემლახველი მოპყრობა და მათაც ისევე როგორც სხვებმა გადაიტანეს ის მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ჩვენ დავარქმევდით უსამართლო სასამართლოს. პარტია თავისუფალი დემოკრატები საპრეზიდენტო კანდიდატად კოალიცია ქართულ ოცნებაში სავარაუდოდ ირაკლი ალასანიას წარადგენს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. ცაგარეიშვილის თქმით, თავისუფალი დემოკრატები ირაკლი ალასანიას უჭერენ მხარს, თუმცა მის დასახელებას ქართულ ოცნებაში შემავალი 6-ვე პარტიის თანხმობა სჭირდება. კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა მაისის ბოლოს გახდება ცნობილი. ჩვენი ლიდერი, რომელიც ამჟამად არის თავდაცვის მინისტრი, არიან სხვა პარტიები კოალიციაში, მათ თავიანთი ლიდერები ყავთ, მათ აქვთ აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ასევე ისაუბრონ ამ თემებზე, პარტიის შიგნით, კოალიციაში, ოღონდ ერთი დათქმით, ეს ყველაფერი უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება, საერთო შეთანხმება. გასადენზე მომხდარი ავარიის გამო 2 საათიდან საბურთალოს ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. სულხან-ცინცადის 45 ნომერში შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რა დროსაც ერთ-ერთი კედელი გადავარდა და გასადენს დაეცა. ადგილზე მუშაობს ყაზტრანსგაზ თბილისის სამუშაო ბრიგადა, მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები. გაზის მიწოდება მოსახლეობას დღეს ეტაპობრივად აღუდგება. დაზიანდა გაზის მოსადენი, მაღალი წნევის გაზის მოსადენი, გუშინაც იგივე მოხდა, მოვიდა ავარიული სამსახური და აღმოიხვრა ავარია, დღეს იგივე გამეორდა და უკვე 1 საათია გაზის მოსახლეობას არ მიეწოდება, იყო იგი მაღალი წნევის მოსადენი იყო, სუნი იყო იდგა კორპუსში და შეუძლებელი იყო გუშინდა დღეს შეუძლებელი ფანჯრები, კარები დააფურო და ამ სიცხეში და აუტანელი მდგომარეობა იყო. საშუალო წნევის 150 მმ-იანი გასადენი იყო დაზიანებული მშენებლობის პროცესში. გადაკეტილი იქნა ქსელი. კადრების დახმარებით უსაფრთხოების წესები იყო დაცული მოსახლეობას, რომ საშიშროება თავიდან რო აგვიჩნდებინა, მოკლედ ბრიგადა მოსული არის და ამ დროისთვის უკვე ავარია აღდგენილია და დაწყებულია ეტაპობრივი ჩართვა მოსახლეობის. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის, მე 7 საათამდე დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა, ეს ხო ნინო ვარდოსანიძე და ის ახალ ამბებს უკვე დაახლოებით 1 საათში მოგვაწვდის. სახიფათო ზონა დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე ხვანის მკვიდრი ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააპატიმრეს. გიორგი შუბითიცისა და თორნიკე რიკაძის გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკებები დილიდან მიმდინარეობდა. ზემო იმერეთში ჯონჯოლის დასაკრეფად წასვლა ბოლო რამდენიმე წელია მსგავსი გაუგებრობით სრულდება. ჩვენ პირდაპირ ეთერში უნდა ჩავრთოთ საჩხერის რაიონი, სადაც ჩვენი კორესპონდენტი თორნიკე ხურციძე იმყოფება.
თორნიკე საღამო მშვიდობის ხო არ მომხდარა დაკავებულთა გათავისუფლება? საგამომშვიდობის ირაკლი დაკავებულ თორნიკე რიკაძე საკუთარ ოჯახში დღეს საღამოს ელოდებიან. რიკაძის ნათესავები ამბობენ, რომ მათ გუშინ საღამოს ოსეთის ცხინვალის პოლიციიდან დაუკავშირდნენ და დაკავებულის პირადი საბუთები მოსთხოვეს. თორნიკე რიკაძის დედა კი შვილის დაკავების დეტალებს ყვება და ამბობს, რომ მისი შვილი თანასოფლელ გიორგი შუბითიძესთან ერთად რუსმა მესაზღვრეება ეგრეთ წოდებული ოსეთის საზღვართან საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მაშინ დააკავეს, როდესაც ახალგაზრდები ტყეში ჯონჯოლს კრებდნენ. გუშინ წავიდა ოჯახიდან. დილის 7 საათზე. შუადღის 2:30-ზე აიყვანეს ბავშვი. როდის დაგიკავშირდეთ და რა გითხრათ? 8 საათზე არიჯავროდე და ხვალ საღამოთი მოვალ სახში. მეტი არაფერი არ უთქვია ჩემს შვილს და გათიშა ტელეფონი. რისთვის იყო წასული და ჯონჯოლის ოჯახი მოვიდა. ანალოგიურ ვითარებაში მოხდა გიორგი შუბითიძის დაკავება. შუბითიძის დედა ამბობს, რომ მას შვილი გუშინ საღამოს დაახლოებით 8 საათისთვის დაუკავშირდა და უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობს. ადგილობრივი მოსახლეობა კი საოკუპაციო ხაზის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ქართველების დაკავების გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში მესაზღვრეები საქართველოს ტერიტორიაზე თავად გადმოდიან და ქართველების საოკუპაციო ხაზს არ კვეთენ. ქართველების დაკავება ბოლო 3 დღის განმავლობაში ეს დაკავების მეორე შემთხვევა 3 დღის წინ სოფელ ყორბალოს მკვიდრი 6 ადამიანი იქნა დაკავებული, მათგან 2 მცირეწლოვანი, რომლებიც მეორე დღესვე იქნა გათავისუფლებული, თუმცა მიუხედავად ამისა ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ადამიანი რჩება დაკავებული საზღვრის მიღმა. თორნიკე, გაქვს თუ არა ინფორმაცია, სოფელში იმყოფებოდა თუ არა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და შეხვდნენ თუ არა ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ დრომდე ნერვიულობენ? ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათ უკვე შეხვდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და მათ იმედი აქვთ, რომ საკუთარი ოჯახის წევრები დღეს საღამოს უკვე გათავისუფლებული იქნებიან. ეს ხო პირდაპირ ჩართვა ზემო იმერეთიდან და ჩვენი კორესპონდენტი თორნიკე ხურციძე. საზღვარი და ზღვარი არის თუ არა შესაძლებელი დე-ფაქტო მთავრობებთან შეთანხმების მიღწევა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯონჯოლის საკრეფად წასული ადამიანების დაკავება მაინც არ მოხდეს. რაზე დაობენ დეპუტატები, მაშინ როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ციხეში ხვდებიან. საუბარია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე. უმრავლესობა ფიქრობს, რომ კანონი, რომელსაც იხილავენ, დაფუძნებულია მშვიდობაზე. ოპოზიცია კი ოპონენტებს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. ხმაურიანი კანონ პროექტის შესახებ კითხვებს ოდნავ მოგვიანებით საპარლამენტო უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია პირდაპირ ეთერში უპასუხებს, მანამდე კი გვანცა პაპავაძე გვეტყვის, რა გამოხმაურება მოჰყვა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას. გვანცა, როგორია ექსპერტთა რეაქცია? ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ექსპერტები არ ეწინააღმდეგებიან. მეცხრე არხი ესაუბრა პოლიტოლოგ თორნიკე შარაშეინძეს. მისი განცხადებით, ცვლილებები ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ არის და როდესაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა პირის მიერ ხდება, კანონის არცოდნის გამო ის ციხეში არ უნდა მოხდეს. ექსპერტების თქმით, მთავარია ადმინისტრაციული სასჯელის დაწესების გამო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევებმა პერმანენტული სახე არ მიიღოს. ის ადამიანი, ვინც ოდესღაც შეცდომით, ისე თქვათ, შევიდა აფაზეთში და მერე გადმოვიდა აქეთ, ჩვენს ტერიტორიაზე არ იცოდა რომ ამის გამო ელოდა ციხე, ამ ადამიანის პრობლემა მოეხსნას. აი ამაში არის მხოლოდ და მხოლოდ მეტი არაფერს პრინციპში ესრულება არ ითვალისწინებს. ამის მოხსნა შეიძლება სხვა გზით. ამის მოხსნა შეიძლება ისედაც რომ კანონში ცვლილება არ შევიდეს. შეიძლება ელემენტარულად იმ ადამიანის ვაპატიოთ ეს დანაშაული, რაც ადრე რაღაც გამოცეს სპეციალური აქტი რო ებატიოთ იმათ, ვინც ოდესღაც ესე თქვათ, ეს შეცდომა დაუშვა და ვის პასპორტშიც აღმოჩნდა შტამპი აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის. და ყველაფერი ამით შეიძლება მოიწუროს. როგორც იცით, საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ უჭერს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონს შესატან ცვლილებებს. როგორც საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, ეს ყველაფერი უკავშირდება რუსეთის ინტერესებს და როდესაც საუბარია კანონის სიმკაცრეზე, არ უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გარდა დღესმოქმედი კანონი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ და პირობით სასჯელს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მოსამართლეები სასამართლოზე იღებენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც რჩება ერთი გამოსავალი, რომ
საპარლამენტო უმცირესობამ ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი ადმინისტრაციული სასჯელი მხოლოდ იმ სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის დაწესდება, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, ხოლო სხვა შემთხვევაში კვლავ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება შენარჩუნებული. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი ამბობენ, რომ კანონში ცვლილებები არანაირად არ უკავშირდება რუსეთის ინტერესებს და ნაციონალური მოძრაობა გარკვეული ქმედებების გადასაფარავად აღნიშნულ ამბობს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებს უკავშირდება. ვფიქრობ, და ამას უფრო გავშლი მომავალში, რომ ჩატარდა ესეთი შედგა კონსპირაცია, შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. წაგვართვეს, დაგვარბიეს, ბიჭები მოგვიკლეს. ეხლა მიდის ამ ოპერაციის მეორე ეტაპი. ეს არის გადაფარვა. იმ ძიმე სტრატეგიული თუ თანაშაულებრივი შეცდომების, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინა. და წინა პლანზე ყავთ წამოწეული ცნობილი მგოსნები ნაციონალური მოძრაობის. რაც შეეხება თვითონ ამ კანონ პროექტს, არავითარ შემთხვევაში არ ეხება რაიმე პოლიტიკურ ან სტრატეგიულ თემას. რასაკვირველია, აქ გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ თავარი არის ის, რომ არ უნდა დაისაჯოს უდანაშაულო ადამიანი. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მომდევნო კენჭისყრაზე იმსჯელებს პარლამენტი. საპარლამენტო უმცირესობაში წინასწარ ამბობენ, რომ პრეზიდენტის ცვლილებებს ხელს არ მოაწევს. სავარაუდოდ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწევს რიგით მესამე ვეტოს დაძლევაზე. ფიქრი. დიდი მადლობა გვანცადა, როგორც ვიცი, შენი მიპატიჟება უმცირესობის წარმომადგენელმა შოთა მალაშხიამ უკვე მიიღო და ის ცოტა ხანში პირდაპირ ეთერში ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს. სასოფლო სამეურნეო სკანდალის მეორე დღე ყოფილი მინისტრის საზოგადოების წინაშე დღეს არ გამოჩენილა. დაკავებული მაღალჩინოსნებს კი ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, თანხების მითვისება, გაფლანგვა შესაძლოა 11 წლით თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს, თუმცა უმჯობესია სამართლებრივი კუთხით ინფორმაცია ბელა ზაქაიძე მოგვაწოდოს, რომელიც დაკავებულთა ადვოკატებს შეხვდა. ბელა, მშვიდობის გისმენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესი. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუა განიხილავს. ამ წუთებში მიმდინარეობს ბრალდებულთა ვინაობის დადგენა. ჩვენ ვიცოდით 6 დაკავებული შესახებ ინფორმაცია, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, კიდევ 2 პირია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი. ჩვენს მიმდინარე პროცესს ესწრება ჩვენი გადაღებით ჯგუფი და უახლოეს გამოშვებებში მოგაწვით ვიდეო მასალას მიმდინარე სასამართლო პროცესის შესახებ. ჯერჯერობით ბრალდების მხარეს არ დაუყენებია შუამდგომლობა და შესაბამისად უცნობია დაპატიმრებას მოითხოვს თუ გირაოს შეფარდებას. რაც შეეხება დაცვის პოზიციას, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჩვენ მოვახერხეთ ადვოკატებთან გასაუბრება. ისინი ამბობენ, რომ პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაეცათ საქმის მასალები. სულ 24 ტომია საქმეში, საკმაოდ მოცულობითია საქმე და შესაბამისად ვერ მოახერხეს საქმის სრული გაცნობა, თუმცა ძირითადი მტკიცებულებების გაცნობა მოახერხეს და მათი პოზიციით არ არის შესაბამისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები ბრალის გასამყარებლად. სამწუხაროდ მასალა არის ძალიან ვრცელი, უნდა აღინიშნოს. 24 ტომია. 24 ტომში არის 500 ფურცელი 2 საათში, აი ყოველი ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობას აღემატება, სრულად დეტალურად გაეცნოს საქმის მასალას და დეტალურად ჩამოაყალიბოს პოზიცია. იგი არაფერს შუაში არ არის. განამარტო ის არც ერთი მათგანი. ანუ ეს არის ის აბსურდული ბრალდება ამ ეტაპზე, რომელითაც შეცდომაშია შეყვანილი, თავიდან ბოლომდე ალბათ გამოძიებაც. რაიმე სახის დანაშაულის შადენაში თეთვაძის მამხილებელი მტკიცებულება მე ვერ აღმოვაჩინე საქმეში. ბელა, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს უკვე არსებობს დაკავებულთა დაკითხვის და აღიარების ამსახველი კადრები. შენ ხო არ მოგიპოვებიან, ხო არ აპირებ, რომ საღამოს მთავარი გამოშვებისთვის ეს მასალა კონდეს მეცხრე არხსაც, როგორმე მიაკვლიო სად არის? დაკავებულთა აღიარებას რაც შეეხება, ჩვენ ვესაუბრეთ უმრავლესობის ადვოკატს, ვინც დაკავებულები არიან, თუმცა როგორც ახლა გითხარით, გაირკვა რომ კიდევ სხვა დაკავებულებიც არიან, რომლებიც სასამართლოში მოიყვანეს, თუმცა ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. იმ დაკავებულებიდან, რომელთა შესახებაც ჩვენ ინფორმაცია გვქონდა, ყველა ადვოკატს ვესაუბრეთ, თუმცა როგორც ისინი ამტკიცებდნენ, არათუ აღიარებითი ჩვენება, არანაირი ჩვენება გამოძიებისთვის დაკავებულებს არ მიუციათ, ისინი დუმილის უფლებას იყენებდნენ და დაცვა ამბობდა, რომ ჯერ უნდა გაცნობოდნენ მტკიცებულებებს და მათი
სტრატეგიიდან და პოზიციებიდან გამომდინარე, ამის შემდეგ იქნებოდა უკეთესი, რომ ბრალდებულებს ჩვენებები მიეცათ. შესაბამისად, მათი აღიარებითი ჩვენების შესახებ ადვოკატებისგან არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, ცოტა ხნის წინ გავრცელდა მედიის საშუალებით ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, ექსპერტის ჩვენება, რომელიც არის ერთ-ერთი ბრალდებულის, კერძოდ ჩეხური კომპანია ზეტორის წარმომადგენლის გივი ქაიხოსროშვილის წინააღმდეგ ჩვენებაში ექსპერტი ამბობს, რომ გივი ქაიხოსროშვილი აიძულებდა დაეწერა დასკვნა თითქოს ამ კომპანიის, ჩეხური კომპანიის ზეტორის სასოფლო სამეურნეო ტექნიკა ყველაზე კარგი ხარისხიანი იყო და ეს ტექნიკა უნდა შეესყიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ამ ჩვენების შესახებ, რომელსაც პროკურატურა სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გაავრცელებს. დაკავებულებს მაყურებელს შევახსენებ, რომ დაკავებულების უმეტესობას ბრალადდება დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა. საუბარია 2.500.000 ლარზე სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ თანხებზე, რომელიც სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესაძენად იყო გამოყოფილი. მათგან ერთ-ერთ დაკავებულს სხვა მუხლებით აქვს ბრალი წაყენებული, კერძოდ ჩეხური კომპანიის წარმომადგენელს. ეს მუხლები არის ექსპერტის დაყოლიება ყალბიდასკვნის გაცემაში და ასევე დოკუმენტების ფალსიფიცირება. დიდი მადლობა ბელა ამ მწურავი ინფორმაციისთვის. შესაძლოა დღის ბოლომდე შენ კიდე მოიპოვო რამე დამატებითი ამბავი, რაც ბუნებრივია მოხდება მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. ახლა კი რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ უკვე მოვლენათა ეპიცენტრში ამერიკა და ექსკლუზიური ინტერვიუ იქნება ქართულ-რუსულ კონფლიქტთან დაკავშირებით. ჩვენ უბრუნდებით პირდაპირ ეთერში და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ უნდა შემოგთავაზოთ. ღია თამაში შტატებიდან და ქართულ-რუსული ურთიერთობა ამერიკელი ექსპერტის თვალით რა სირთულეები არსებობს მეზობლებს შორის და რა უნდა ოფიციალურ მოსკოვს ჩვენგან. ასევე თუ რუსეთი და საქართველო კეთილმეზობლურ ურთიერთობას შეძლებენ, ხომ არ არის მოსალოდნელი დასავლეთმა ზურგი გვაქციოს. დღეს News Show სტუმარი დევიდ სატერია. ჩვენი რესპონდენტის უკეთ გასაცნობად რამდენიმე დეტალი მისი ბიოგრაფიიდან. სატერი გახლავთ Financial Times-ის მოსკოვის ბიუროს ყოფილი კორესპონდენტი. მოგვიანებით იგი გახდა Wall Street ჟურნალის კორესპონდენტი. ამჟამად არის ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი და ჯონ ჰოპკინის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც ასევე რუსეთის ისტორიას ასწავლის. სატერი ავტორია მრავალი წიგნისა, რომლებიც ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ეხება. მის მიმოხილვასა და ანალიზს იყენებენ როგორც წამყვანი ამერიკელი გაზეთები და ჟურნალები, როგორცაა New York Times-ი, Forbes-ი, Washington Times-ი, ასევე მსოფლიოში ცნობილი ტელევიზიები. საუბარია BBC, CNN-ი, ამერიკის ხმა, ალ-ჯაზირა, Fox News-ი, France Press-ი, France 24 და ასევე RTVI და რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია. ინტერვიუ დევიდ სატერისთან მეცხრე არხის ამერიკის ბიუროს ხელმძღვანელმა რუსუდან წერეთელმა ჩაწერა. ჩვენ მოვლენათა ეპიცენტრში არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვიქნებით და პარტნიორი ქვეყნიდან ღია ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და შეერთებული შტატები საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობა. საქართველომ რუსეთთან უნდა შეძლოს ნორმალური ურთიერთობების აღდგენა. ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშაც კი ვერ დავაყენებთ. თუმცა შეცდომა იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ კეთილგანწყობა მხოლოდ საქართველოსია დამოკიდებული. ამ შემთხვევაში ინიციატივა ორივე მხარისაგან უნდა მოდიოდეს, რაც ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. თუ ყოველივე ეს დარღვეულია, მაშინ კარგი ურთიერთობის ქონა წარმოუდგენელია. ფაქტია, რომ რუსეთმა ჩეჩნეთის წინააღმდეგ გენოციდური ომი განახორციელა, იმისათვის, რომ ჩეჩნეთის რუსეთის ფედერაციიდან გამოყოფა არ მომხდარიყო, მაგრამ სამაგიეროდ სულ სხვანაირად იქცევა რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში, როცა სეპარატისტულ ელემენტებს არათ უკრძალავს, არამედ ხელს უწყობს კიდეც. საქართველოს იგივე საბჭოთა მემკვიდრეობა ერგო წილად, რაც თავად რუსეთსა და ასევე სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. ირგვლივ უმცირესობა უფრო მეტია და ალბათ იკითხავთ თუ რატომ. ის რაც თავად რუსეთისათვის საკუთარი ქვეყნის შიგნის მიუღებელია, მისი მხრიდან ის დაშვებულია საქართველოში. სწორედ ამიტომ ამ კითხვაზე ძნელად თუ მოიძებნება პასუხი. თუ რუსეთი და საქართველო ბევრ საკითხზე შეთანხმდებიან, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე, მაშინ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ დასავლეთსა და მოსკოვს შორის? რამდენად ადვილი იქნება საქართველოსთვის შეინარჩუნოს სანდო პარტნიორის იმიჯი დასავლეთის წინაშე?
ჩემთვის პირადად ძნელად გასაგებია თუ როგორ შეუძლია რუსეთსა და საქართველოს შეთანხმების მიღწევა აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის სტატუსზე. რუსეთმა საკუთარი სამხედრო და დიპლომატიური პოლიტიკით უკვე დაგვანახა, რომ არაპირებს ამ რეგიონებზე კონტროლის დათმობას და თუ თეორიულად შესაძლებელი იქნება ამ მხრივ შეთანხმების მიღწევა, ამან შეიძლება გააუმჯობესოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. მაგრამ თუ ამ ურთიერთობამ საქართველოს რუსეთის სატელიტი გახადა, რომელიც მთლიანად რუსეთის განწყობას დაემორჩილება, მაშინ ჩემთვის გაუგებარია, რა სარგებლობა იქნება ამ ყველაფერს საქართველოსათვის და რა საშუალებით გახდება საქართველოს მსოფლიოს დასავლეთის ნაწილი. ამ მხრივ არც თუ ოპტიმისტი ვარ და თან რუსეთის ლიდერების მიერ მცირე ერების უფლებების პატივისცემის, ხელშეუხებლობის და თანასწორუფლებიანობის დაცვის სურვილს ვერ ვხედავ. პირადად თქვენ რა გამოწვევებს ხედავთ რუსეთ-საქართველოს გაუმჯობესებულ ურთიერთობებში? ამის ფონზე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების რა შანსები აქვს? ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია ნატოში გაწევრიანების საკითხზე მსჯელობა. 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრა ერთგვარად დაკავშირებულია ნატოს ბუქარესტის კონფერენციაზე საქართველოსათვის სამოქმედო გეგმის მიუნიჭებლობასთან. ახლა კი ნატოში ინტეგრაცია უფრო რთულია, რადგან საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ მოხდება. დასავლეთთან ინტეგრაცია კი ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, ხელს შეუწყობს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. მოდით ამ მხრივ ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებასაც გადავხედოთ. თუ არ ვცდები 2007 წელს ესტონეთმა მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლის გადატანა ცენტრალური მოედნიდან სამხედრო სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაწყვიტა. ეს ერთგვარად რუსული ღირებულებების დარღვევას წარმოადგენდა და ქვეყანაზე კიბერთავდასხმის მსგავსი იყო, მაგრამ ვინაიდან ესტონეთი ნატოს წევრი იყო, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ესტონეთი ნატოში, მაშინ რა მოხდებოდა? ამ მაგალითით კარგად ვხედავთ, თუ როგორი დაუცველნი და დაჩაგრულები არიან ის ქვეყნები, რომლებსაც მსგავსი მხარდაჭერა არ აქვთ. არ ამგონია საქართველოს ამ მდგომარეობაში ყოფნა დიდხანს უნდოდეს. ერთი მხრივ რა უნდა რუსეთს საქართველოსგან და პირიქით რა სურს საქართველოს რუსეთისგან? რა რჩევას მისცემდით თბილისს? როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ, რომ თავი დაიზღვიოს და კვლავ საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს? რუსეთს საქართველოზე არა მარტო საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, არამედ საქართველოს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა და ეკონომიკური ზეგავლენის განხორციელება სურს, რაც საქართველოს დაშანტაჟების საკითხშიც შეუწყობს ხელს. თავის მხრივ საქართველოს კი სურს შეინარჩუნოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა და თავად იყოს საკუთარი გადაწყვეტილების მიმღები და განმახორციელებელი. სამწუხაროდ რუსული რეალობა სულ სხვა რამეს წარმოადგენს, რაც არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეც აისახება. ამ ფონზე კი საქართველოს გაწონასწორებული ურთიერთობები მართებს. Thank you very much. I really appreciate. Thank you. და ჩვენ მადლობა გადავხადოთ რუსუდან წერეთელს, რომელიც გვპირდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან საკმაოდ ბევრ საინტერესო ინტერვიუს შემოგთავაზებთ და ის იქნება მოვლენათა ეპიცენტრში. რეკლამის შემდეგ უკვე წმინდა მიწაზე უნდა გადავინაცვლოთ პირდაპირ ჩართვა იერუსალიმიდან. ეს არის ირაკლი ჩიხლაძის ღია თამაში და მოვლენათა ეპიცენტრში ახლა თიკა წერეთელია, რომელიც რამდენიმე წუთში გვეტყვის თუ რა ხდება წმინდა მიწაზე. ასევე უნდა გავიგოთ ახალი დეტალები ბოსტონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, როდის და სად იგეგმებოდა აფეთქება. ამის შესახებ რეპორტაჟი თქვენ ცოტა ხანში ნახავთ. ახლა კი დავუბრუნდეთ თიკა წერეთელს. თიკა, საღამო მშვიდობის. დიდი მადლობა, რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას. საკმაოდ საინტერესო გზა გავლი ალბათ ქართველ პილიგრიმებთან ერთად და მე მაქვს ახლა ინიციატივა, რომ შენ იყო ჩემი თანაწამყვანი და წმინდა მიწიდან წაიყვანო გადაცემის გარკვეული მონაკვეთი შენ სტუმრებთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი, მოგესალმებით ყველას წმინდა მიწიდან. მინდა აღნიშნო, რომ აქ განსაკუთრებული მადლია მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან მძიმე დღეა, დღეს არის წითელი პარასკევი. მე შევეცდები, რომ შენთან ერთად წავიყვანო დღევანდელი გადაცემა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ვია დოლოროსაც გზა გაიარეს მომლოცველებმა მთელი მსოფლიოდან. ეს არის გზა, რომელიც მაცხოვარმა ტანჯვით განვლო გოლგოთამდე. ჩვენ შევუერთდით ამ გზას და საინტერესოა, რომ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც იღებდნენ დღევანდელ მსვლელობაში მონაწილეობას. ჩვენ გავჩერდით ყველა გაჩერებასთან, სადაც გერდა მაცხოვარი და შემდეგ კი უკვე მივედით აღდგომის ტაძარში. ანას დაგავიდა.
ეს არის ადგილი როდესაც მაცხოვარი მოყავდათ ამ გზაზე, იკლიან გზაზე და მან დაღლილმა დაქანცულა მიადო ხელი და ქვამაც კი ვერ გაუძლო იმ გულის ტვირთს, რომელსაც არებდა მაცხოვარი იმ მომენტში და ჩაიზნიდა ეს ქვა, რომელიც თავის გულში ჩაერა მაცხოვრის ეს მძიმე ვნება. მივემართებით სულ ყველა გოლგოთასკენ, ეს გზა არის ჯვარცმის გზა, ტანჯვის გზა, ვია დოლოროსა ესე ქვია და აი ამ წუთას დაიწერა ლექსი ვია დოლოროსა ესე ქვია. მთელი სიღრმით ვეზიარე გუშინ მე იმ დროსა, როცა სისხლით იქნება დოლოროსა ვინანიებ ყველა ცოდვა, გავატანე ქორს რემლი მომდის მახსენდება ვია დოლოროსა, სივრცელობს დეცა შავად შეიმოსა აღარასდროს განმეორდეს ვია დოლოროსა, ჭეშმარიტი რომ შევიცნოთ, რომ მოვიდეთ გონსა, უნდა იგდოს სულმაც ხორცმაც ვია დოლოროსა. როგორც უკვე გითხარით, აღდგომის ტაძარი იყო გაჩერება, სადაც მომლოცველები მთელი მსოფლიოდან გაჩერდნენ და მივიდნენ. ეს არის ადგილი, სადაც არის და კუბუკლია ადგილი, ყოველწლიურად საუნია გადმოდის წმინდა ციხლი. ჩემთან ერთად ახლა იმყოფება ვახტანგ გორგანის სახელობის ტაძრის წინწყვეტი დეკანოზი გურამ გურამიშვილი და ის დაწვრილებით ისაუბრებს ამ ტაძარზე. ყველაზე მნიშვნელოვანი რამაც ჩემი და არა მხოლოდ ჩემი მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრო არის ის, რომ ეს ტაძარი არ არის კონკრეტულად ერთი მორწმუნებისთვის გათვლილი, ანუ ეს არის კომპლექსური ტაძარი, სადაც მოსავლოცად ჩამოდიან როგორც კათოლიკე მართლმადიდებლები, ასე გრიგორიანელები. მამაო იქნებ უფრო დასალმებით, მადლობას მოგაგებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის და იქნებ წვრილებით აგვიხსნათ, აღწეროთ ის მნიშვნელობა, რაც ამ ტაძარს გააჩნია. მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, რომელიც მდებარეობს იერუსალიმში, ის მრავალჯერ იქნა დარბეული სხვადასხვა პერიოდების ამჟამად ძალიან მდგომარეობაში არის, რა თქმა უნდა, ის არის ყოფილი ტაძარი, სადაც საკმაოდ მოწმის არის, იქ არის სხვადასხვა რელიგიის და როგორც თქვენ ბრძანეთ კონფესიის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი ადგილი, სადაც აღესრულება ღვთისმსახურება, მაგრამ სწორედ იმ კონკლიაში, სადაც მაცხოვრის საფლავია მდებარეობს, იქ სხვადასხვა დროის, სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები რიგრიგობით აღასრულებენ ღვთისმსახურებას, რაც ძალიან სამწუხაროა. დღეს ქართულ ეკლესიას ჩვენ არ გვაქვს იმის სწავლება და უფლება, რომ ჩვენ აღვასრულოთ აქ უბრალოდ მომლოცველების სახით და თუ შესაძლებლობა მოგვეცა რამდენიმე დღის წინ იყო ამის შესაძლებლობა, რომ ქართველი მღვდელმსახურები მონაწილეობას იღებდნენ ღვთისმსახურებაში. რა თქმა უნდა, რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოგვეცა აღდგომის ტაძარში დიდ ხუთშაბათ საიდუმლოს ერობის დღეს, როდესაც დაწესებული იქნა ეს ზიარების საიდუმლოება, დავწერებოდით ღვთისმსახურებას, არა მარტო დავწერებოდით, არამედ უშუალოდ მიგვიღო მონაწილეობა ჩვენ ეპისკოპოსმა, რომელმაც აღასრულეს ღვთისმსახურებას, ღამის თვისმსახურება, მოგვეცა საშუალება, რომ შემოსილიყავით, მიგვიღო ამ წირვაში მონაწილეობა და არა მარტო მონაწილეობა, არამედ მოგვეცა საშუალება, რომ ბარძიმით ჩვენი მორწმუნეები ქართველთა მომლოცველები ჩვენი ხელით გვეზიარებინა და მადლობას ვწირავ ამისათვის უფალს. რაც შეეხება თვითონ ცეცხლის გარდამოსვლის სასწაულს, თქვენ მრავალი წელია უკვე აქ დადიხართ ყოველწლიურად, როგორც მეცი და ყოფილა როცა ძალიან ახლოს ყოფილხართ კუბუკლიასთან, აი ამის შესახებ. მართლაც განსაკუთრებული დღეა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. ძალიან ბევრი სასწაული აღესრულება ჩვენს გარშემო, მომას უბრალოდ დანახვა უნდა, მაგრამ ეს ხილული სასწაული, რომელიც აბათ დღეს, ანუ ხვალ უნდა აღესრულოს ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლით, ეს მართლაც განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ეს უშუალოდ შეგიძლია იხილოს და შენს თვალწინ აღესრულოს ეს საიდუმლოება, თორე ყოველ წირვაზე აღესრულება ის საიდუმლოება, რასაც ქვია სეფისკვერისა და ღვინის ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაქცევა. რაც შეეხება ქრისტეს საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის მსახურებას, ეს არ არის რაღაც დიდი ხნის მსახურება, დაახლოებით 2-დან 3-მდე ამ პერიოდში, შუადღის პერიოდში მობრძანდება იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი და მართლაც ნიშანდობლივია და ძალიან საამაყოა და ძალიან ამაყები ვართ ხოლმე მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომ ღვთაებრივი ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში გარდამოდის. როდესაც მობრძანდება იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, შეიმოსება ის, მობრძანდება მაცხოვრის საფლავის წინ, ის კარები არის დაბეჭდილი სხვადასხვა კონფესიის და რელიგიის მიერ შემოწმებული, იქ ნამდვილად არანაირი ალებადი არ არის იქ. შემდგომში იერუსალიმის პატრიარქის მოსავენ თეთრი პერანგის ამარ არჩება, შებრძანდება ის, შიგნით კითხულობს სული წმინდის გარდამოსვლის ლოცვას, ეგ არავინ არ იცის და ყოველთვის არასდროს არ ხდება, რომ ერთი და იგივე წელს, ან სხვადასხვა წლებში ეს დრო ყოველთვის შეიძლება მოხდეს 15 წუთში, შეიძლება 9 საათში, შეიძლება 20 წუთში
გადამოვიდეს ეს ცეცხლი და ამ ლოცვის შემდგომ ხდება მართლაც სასაული, ხდება ალება იმ სანთლების, იცით რომ უფალი ხორციელი ცხოვრებით შემდგომ 33 წლის აღესრულა და 33 სანთელი დანთებული კელაპტრით გამობრძანდება იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი და გადასახავს მორწმუნეებს და დაალოცავს და შემდგომში წუთიერად ხდება მთელ ტაძარში ყველას თითქმის აალებული უჭირავს ხელში ეს სანთლები და რამოდენიმე წამის მანძილზე ეს ცეცხლი ღვთაებრივი რო არის და ამის ნიშანდობლივად ის მადლს ინარჩუნებს იმით რომ ის არწვავს, ის იტარებენ მორწმუნებრეული მათ შორის ჩვენს სახეზეც, ხელზეც და ის და შემდგომში რამოდენიმე წუთის შემდგომ ის გარდაიქცევა ჩვეულებრივ ცეცხლად და ისე ჩვეულებრივი ცეცხლის ნიშნებს ინარჩუნებს. თიკა შეკითხვა დღევანდელ დღეს თიკა თუ შეიძლება რადგან წმინდა ცეცხლზე საუბრობდი, არსებობს ეგეთი მოსაზრება თუ ეს ცეცხლი არ გადმოვიდა ქვეყნისთვის და სამყაროსთვის იქნება ძალიან ცუდი. შეგვიძლია თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოვისმინოთ მოსაზრება, რამდენად შეესაბამება რეალობას ან რა წყაროებზე დაყრდნობით საუბრობთ ამ საკითხზე. დიახ, ირაკლის აქვს მამაო შეკითხვა, არსებობს მოსაზრება, რომ თუ ცეცხლი არ გარდამოვა, შეიძლება სამყაროს დასასრულით ნიშანიც იყოს ეს და აი ამის შესახებ რა შეგიძლიათ? რა თქმა უნდა, მე სწორედ ამის თქმას ვაპირებდი წაღანდას შევჩერდით. ნამდვილად არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ თუ ცეცხლი აღარ იქნება ნიშანი იმისა, რომ უფლისგან აღარ იქნება წყალობა. ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლის ახსნა არის ესეთი, რომ უფალმა შექმნა ხილული და უხილავი სამყარო, შექმნა ადამიანი ხატად და მსგავსად და მაგრამ სამწუხაროდ ადამიანმა ის გაწირა და ჯვარსაცვა, მაგრამ უფალი არის მოწყალე და უფალი მიუტევებს და შეუნდობს ადამიანს თუ გულწრფელად შეინანებს თავის წოდებს. და როდესაც ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა ხდება, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ის მადლი და წყალობა ღვთისა ისევ მოედინება ადამიანებზე. და ისეთი სწავლება არსებობს, რომ თუ ღვთაებრივი ცეცხლი აღარ გარდამოვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის მადლი აღარ მოედინება ადამიანებზე და ეს არის ნიშანი იმისა, რომ ძალიან ახლოს იქნება. ეს არის უბრალოდ გარდამოცემა და სწავლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვაქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება და მე ვფიქრობ, რომ უნდა უერთგულოთ უფალს და უნდა ვეცადოთ, რომ მართლაც ეკლესიური ცხოვრებით, ღვთისდიდებით და უფლის დიდების ცხოვრებით და ერთგულებით დავიმკვიდროთ სასუფეველიც და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ხორციელი ცხოვრება არის დროებითი. წუთისოფელი შემთხვევით არ ქვია ჩვენ ხორციელ ცხოვრებას წუთისოფელი, ამიტომაც ამ ხორციელ ცხოვრებაში უნდა ვიფიქროთ სულიერ ფერიცვალებაზე, სულიერ განწმენდაზე და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ღვთისასწაულის დამკვიდრებისათვის. დამოდით ისევ დღევანდელ დღეს დავუბრუნდეთ. დღეს ძალიან მძიმე დღეა მართლმადიდებელი ადამიანებისთვის, მორწმუნეებისთვის. დღეს არის დღე, როდესაც ჯვარზე აცვეს მაცხოვარი. მოდით უფრო დეტალურად გავიხსენოთ, რა გზა გაიარა უფალმა გოლგოთამდე და აღწეროთ ის გზა, რომელიც დღეს ჩვენ გავიარეთ. ნამდვილად გეთანხმებით, დღეს მართლაც მართლმადიდებლური სამყაროსთვის მართლაც ძალიან მძიმე დღე არის. მართლაც უმძიმესი დღე არის, რამე თუ დღევანდელ დღეს ჯვარცმუნ იქნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე პარასკევ დღეს. ეს არის მართლაც განსაკუთრებული მძიმე დღე და მორწმუნებრეული ცდილობს ხოლმე რომ მარხვის რამოდენიმე დღე არის დარჩენილი და ცდილობს რომ ეს წითელი პარასკევი განსაკუთრებულად მძიმედ შეინახოს. ამით გამოხატოს სიყვარული უფლისა, რა თქმა უნდა, და ამავე დროს თავის ცოდვების მოსატევებლად და ცოდვების ჩამოსარეცხად რომ რაღაც განსაკუთრებულად მძიმედ შეინახოს ხოლმე. ამ პურზე და წყალზე იყოს ან რაღაც განსაკუთრებულად ან დღის მეორე ნახევრამდე საკვებისად არც კი მეიყოს. ჩვენ დღეს გავჩერდით ყველა გაჩერებასთან. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ უფლის ყველა გაჩერებასთან არის ნიშანი და მათ უმრავლესობასთან არის აგებული ტაძარი და ეს ტაძრები არის სხვადასხვა კონფესიის. პირადად მე როგორც რიგით ადამიანს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ გზის გავლის შემდეგ მივდივართ იქეთ, რომ ღმერთი არის ერთი. რამდენად როგორ შეიძლება ეს ყველაფერი აიხსნას მოძღვრის მიერ? როგორც ბრძანეთ, უფალმა გაიარა ძალიან მძიმე გზა, ეს ჯვარცმის გზა, რომელიც გოლგოთაზე დასრულდა უფლის ჯვარცმით. 14 გაჩერება იყო, სხვადასხვა ადგილას შეჩერდა, ზოგან შეისვენა. ჩვენ გავლის დროს დღეს რო გავიარეთ ეს ჯვარცმის გზა ჩვენს მრევლთან ერთად, მომლოცველებთან ერთად, ჩვენ ვეცადეთ რომ თითქმის ყველგან შევჩერებულიყავი და ყველგან მოგველოცა ის ადგილი. რა თქმა უნდა, დღეს ზოგიერთ ადგილას არ არის მართლმადიდებელი ტაძარი, ან კათოლიკური, ან სომხური, ან სხვა ტაძარი, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ რომ შეძლებს ზოგადად ყველა ადგილი მოგველოცა და ყველა სიწმინდეს შევხებოდი და მივახლებოდით. რაც შეეხება იმას, რომ ყველა გზა უფალთან მიდის, არ შეიძლება რომ ჭეშმარიტება არსებობდეს მრავალი. ჭეშმარიტება არის ერთი და ეს ჭეშმარიტების დასტური არის ის, რომ სწორედ აი ხვალინდელ დღეს, შაბათ დღეს, ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლას ესწრებიან მრავალი კონფესიის და რელიგიის წარმომადგენლები, მაგრამ ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოდის მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქზე და მხოლოდ მის ხელიდან იღებენ ცეცხლს და ისინი ჩვენთან ერთად ზეიმობენ. ამიტომაც ჩვენ მე წაღამბრძანე და გავმეორდები, რომ მე მიამაყება და ჩემთან ერთად ყველას გვიამაყება, რომ ვართ მართლმადიდებელი
მართლმადიდებელი ქრისტიანები, ჭეშმარიტი სარწმუნოების მადიდებლები და გვიამაყება ის, რომ როდესაც ღვთაებრივი ცეცხლი გამოაბრძანებს ხოლმე მართლმადიდებელი პატრიარქი დაგლოცავს და რა თქმა უნდა ეს შემდგომში გაგრძელება ხდება ისე, რომ უკვე ტრადიცია დამკვიდრდა, რომ საქართველოშიც სპეცრეისით ჩაბზანდება ხოლმე ღვთაებრივი ცეცხლის ეს მადლი, ღვთაებრივი უშუალოდ ეს ცეცხლი და მისი უწმინდესობა ხოლმე სამების საკეთედრო ტაძრიდან მთელ საქართველოს გადასახავს ღვთაებრივი ცეცხლი. ახლა ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამ ცეცხლს ჩამოვიტანთ საქართველოში. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ქართული მღვდელმსახურება იერუსალიმის არც ერთ ტაძარში არ აღესრულება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ძალიან დიდი და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი 10 ტაძარი არსებობდა ქართული, თუმცა დღეს უკვე არსად არ აღესრულება ქართული მღვდელმსახურება. ამ კუთხით რამდენად შეიძლება გქონდეს იმედი, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება ჩვენც გქონდეს ადგილი იერუსალიმში. რაც შეეხება იმეს და რწმენას ადამიანმა, მით უმეტეს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა არასდროს არ უნდა დავკარგოთ, უფლის იმედით და რწმენით და ღვთისწყალობით აუცილებლად დავბრუნდებით წმინდა მიწაზე და ის მისიონერული მომლოცველი ეს ღვაწლი, რომელიც ვცდილობთ ხოლმე რომ ჩვენ ჩამოვიდეთ, მოვილოცოთ ამ წმინდა მიწაზე და ჩვენ პირველ რიგში აქ ვლოცულობთ საქართველოს მთლიანობისათვის, ვავედრებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს, ვლოცულობთ მისი უწმინდესობის ჯანმრთელობაზე და დღეგრძელობაზე, რომ ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, დიდხანს უწინამძღოლს ქართველებს და ქართულ ეკლესიას, ვლოცულობთ ჩვენი ოჯახის წევრებისთვის და იმეც ვიტოვებ და რწმენა გვაქვს იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით წმინდა მიწაზე და ნამდვილად სამწუხაროა, რომ ალბათ არაერთი არაბი შეიძლება 2 ათეულიც ტაძარი და მონასტერი არსებობდა ქართული, მაგრამ დღეს არც ერთი აღარ არის მოქმედი, ყველა დაკეტილი არის, დახურულია ან სხვა კონფესიის, ან რელიგიის, ან თქვათ სამწუხაროდ ბერძნების ხელში არის, მაგრამ იმის იმედითა და რწმენით, უფრო მეც გეტყვით, მაცხოვრის საფლავზე არსებობს რიგითობა, რომ სხვა კონფესიის და რელიგიის წარმომადგენლები რიგითობით აღასრულებენ ღვთისმსახურებას, იყო დრო, როდესაც ქართველებიც აღასრულებდნენ იქ, ასევე შობის ბეთლემის ტაძარში აღასრულებდნენ ქართველები ღვთისმსახურებას, იყო პერიოდი, როდესაც ქართველებს ეპყრათ ხელთ მაცხოვრის საფლავის ტაძრის შესასვლელის გასაღები და ისინი აღებდნენ ამას. ისე რომ ძალიან იყო პერიოდი, როდესაც მართლაც და ღვთისწყალობით მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით და დღეს ღმერთის წყალობით იმდენად ღირსეული წინამძღოლი ყავს ჩვენს ქართველ ერს და ქართულ ეკლესიას, რომ საქართველოშიც არის მართლაც მრავალი ეკლესია მონასტრები იხსნება, მრავალი ტაძარი შენდება, მრავალი სასულიერო პირი იკურთხება და ის ნიშანია იმისა, რომ იერუსალიმში წმინდა მიწაზეც, აწმუნის მთაზეც ქართველები დაბრუნდებიან და ისე გულხურვალით ილოცებენ და შეავედრებენ უფალს საქართველოს მთლიანობას, ერთიანობას და საჭიროებს რომ აუცილებლად მოხდება. არ შემიძლია არ აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რამდენიმე საუკუნის წინ იყო შემთხვევა, როდესაც კუბუკლიაში არ შევიდა მართლმადიდებელი მოძღვარი და მაშინ ცეცხლი გარდამოვიდა მაინც მართლმადიდებელი მოძღვრის ხელში. აი ამის შესახებაც იქნებოდა. იყო ესეთი შემთხვევა, რაც თქმა უნდა ეს ჩვენ რო გვიამაყება, რომ მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში, რომელიც არის ბერძენი, გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი და ჩვენ გვიხარი და გვიამაყება და ვზეიმობთ. რა თქმა უნდა ეს არა მართლმადიდებლებს არ უხარიათ. და ამიტომაც ისინი თქვენ დაიბოღდნენ და გადაწყვიტეს, რომ დღემდე არსებობს გახეთქილი. რა თქმა უნდა და გადაწყვიტეს, რომ მართლმადიდებელი პატრიარქი იერუსალიმის არ შეეშვა ტაძარში, ისინი შევიდნენ, ტაძარში ჩაიკეტდნენ და მაგრამ სამწუხაროდ მათზე ცეცხლი არ გარდამოვიდა და გარეთ მლოცველი იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელიც გარეთ კარებთან სვეტთან ლოცულობდა და ავედრებდა უფალს და რა თქმა უნდა ის გულწრფელად ლოცულობდა, ის მოხდა სასწაული და სვეტი და სადაც გარდამოვიდა და რა თქმა უნდა როდესაც ისინი რამდენიმე საათის შემდეგ გააღეს კარები და გამოვიდნენ, ნახეს რომ ხალხი გარეთ ზეიმობდა და ღვთაებრივი ცეცხლი უკვე გარდამოსული იყო. ძალიან დიდი მადლობა მამაო, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი გახლდათ ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გურამიშვილი. მე შევეცდები კიდევ მოგაწოდოთ უფრო საინტერესო და უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იერუსალიმიდან. ჩვენ ხვალ უკვე დაველოდებით წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას. და წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ დავბრუნდებით სამშობლოს და ჩვენ ორშაბათს ან სამშაბათს ერთმანეთს უკვე ეთერში სტუდიაში ვნახავთ, თუმცა იდეა მაქვს შენთან, რომ ამ გადაცემას დავარქვათ მოვლენათა ეპიცენტრში და ვიმოგზაუროთ სოფლიოს გარშემო. იმდენად საინტერესოდ გამოვიდა შენ ინტერვიუ იერუსალიმიდან. დიდი მადლობა თიკა წერეთელს. ახლა კი ბიზნესის დროა და თეაშველიძე შემოგვერთება, რომელიც ღვეტვის რა ხდება ამ დროისთვის ბიზნესში მნიშვნელოვანი. თეა გისმენთ. წმინდა მიწიდან ჩართვის შემდეგ ალბათ ერთ-ერთი ლოგიკური გადასვლა, რომელიც შეიძლება გაკეთდეს ბიზნესის დროზე და ასევე ეკონომიკურ მოვლენებზე, ალბათ იქნება ის, რომ მიეცით კეისარს კეისრისა. რაც შეეხება დღევანდელ ჩემ თემებს, ირაკლი, თუ გაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ან საქართველოში თუ გსმენია იმის შესახებ, რომ არსებობენ მენეჯერები, რომელიც უარს ამბობენ ბონუსების მიღებაზე. არა, არ გსმენია. მე პირადად უარს არ ვიტყვი.
სხვათა შორის ასეთი არსებობს. ჰაიატმა სასტუმროს მშენებლობა გადაიფიქრა. სონის მენეჯერები ბონუსებზე უარს ამბობენ რამდენიმე წუთში. ჰაიატმა სასტუმროს მშენებლობა გადაიფიქრა. როგორც ჰაიატის უკაცრავად პირველი ინფორმაციას მოგაწვეთ კომერციული ბანკების შესახებ. კომერციული ბანკების წმინდა მოგება წელს პირველ კვარტალში გასულ წელთან შედარებით 4-ჯერ გაიზარდა და 65 მილიონი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით მართალია შემოსავლებმა 4%-ით, ანუ დაახლოებით 20 მილიონი ლარით მოიკლო და 530 მილიონ ლარამდე შემცირდა სამაგიეროდ მკვეთრად მოიკლო ხარჯებმაც. კომერციულ ბანკებს ხარჯების მოცულობა იანვრიდან დღემდე ზუსტად 15%-ით შეუმცირდა და დაახლოებით 560 მილიონი ლარი შეადგინა. სასტუმრო ჰაიატი საქართველოში აღარ აშენდება, როგორც პროექტის მენეჯმენტმა განაცხადა 250 მილიონი დოლარის ღირებულების სასტუმროს მშენებლობა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით რენტაბელური არ არის. ჰაიატის ტერიტორიაზე უმაღლესი დონის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება, სადაც ტექსტილის ცნობილ ბრენდებთან ერთად სუპერმარკეტი და რეკრეაციული ობიექტები განლაგდება. სამაგიეროდ ჰაიატის მენეჯმენტი 5 ვარსკვლავიანი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას რუსთაველის გამზირზე ყოფილი იუსტიციის სამინისტროს ადგილზე გეგმავს. კომპანია რუსთაველი პროპორტმა სასამართლოში დავა ყოფილ მეპატრონეებს ეხლახანს მოუგო. 170 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა 2016 წელს დასრულდება და მისი ღირებულება 60 მილიონი დოლარი იქნება. ტავ ჯორჯიასთან ხელშეკრულების ბედი კვლავ უცნობია. ვინ ააშენებს თბილისის აეროპორტის ახალ ასაფრენ ზოლს ჯერ კიდევ გაურკვეველია. ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება ტავ ჯორჯიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ტავი თბილისის აეროპორტის ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობისთვის 65 მილიონის ინვესტირებას გეგმავდა, რის სანაცვლოდაც თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2027-ის ნაცვლად 2027 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. ახალმა მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და ასაფრენი ზოლის გაკეთება თავად გადაწყვიტა. თუმცა კომპანიას სამინისტროსგან ოფიციალური წერილი მემორანდუმის გაუქმების შესახებ ამ დრომდე არ მიუღია. არსებული ინფორმაციით ამ ეტაპზე მემორანდუმის გადახედვა მიმდინარეობს. ინფორმაცია უცხოეთიდან კომპანია სონის აუთვისებელი ბონუსების მოცულობამ რეკორდულ ციფრს მიაღწია. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ კომპანიის 40 წამყვანი ხელმძღვანელი კუთვნილ ბონუსებზე უარს ამბობს, რაც 10 მილიონი დოლარია. კომპანიის ტოპ მენეჯერებმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ვერ შეასრულეს 1 წლის წინ დადებული პირობა იმის შესახებ, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელ სონის კვლავ მოგებაზე გაიყვანდნენ. სონის მენეჯერებმა მათთვის გათვალისწინებულ ბონუსებზე უარი ადრეც თქვეს, თუმცა ამჯერად აუთვისებელი ბონუსების მოცულობა რეკორდულია. ამ დროისთვის ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, თუმცა მე მხოლოდ დროებით გემშვიდობებით და დაახლოებით 1 საათში, შეიძლება უფრო ადრეც, მე კვლავ დავბრუნდები სხვა თემაზე ვისაუბრეთ, კონკრეტულად კი მაის ტურიზმი, ტურისტული მიმართულება, რომელიც ორიენტირებულია სხვადასხვა ტურისტების მსხვილ ორგანიზებულ კორპორატიულ და პროფესიულ ტურებზე, ასევე ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ შემოსავლიანი და სწრაფად მზარდია მსოფლიოში. ტურიზმის ამ სახეობიდან საშუალოდ 650 მილიარდ შემოსავალს იღებენ. პირველ ადგილზეა ამერიკა, თუმცა საკმაოდ პერსპექტიულად მიიჩნევა ახლო აღმოსავლეთი. როგორია მაის ტურიზმის პერსპექტივა საქართველოში? ნიკა მანჯგალაძე, ინტერტურის ხელმძღვანელი და თიკო დოლიძე, ჯეოტელის მარკეტინგის მენეჯერი იქნებიან ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა, თუმცა იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარდეს, ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძმები ცარნაების ტერაქტის ამბავთან დაკავშირებით ახალი დეტალები არის ცნობილი. ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს გეგმავდნენ, როგორც ირკვევა ისინი ტერაქტის მოწყობას, თუმცა ბოსტონის ტერაქტში ეჭვმიტანილებმა ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადება 4 ივლისამდე რამდენიმე თვით ადრე დაასრულეთ, რის გამოც გეგმა შეცვალეს და 15 აპრილს ბოსტონის მასშტაბური მარათონის მსვლელობისას 2 აფეთქება მოაწყვეს. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვნახოთ უცხოეთის მიერ მომზადებული სიუჟეტი.
ბოსტონის ტერაქტის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ჩეჩენი ძმები ბოსტონში ტერაქტის მოწყობას 4 ივლისს შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობაზე გეგმავდნენ. თუმცა იმის გამო, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადება ვადაზე ადრე დაასრულეს, ცარნაევების სამიზნე ბოსტონის მარათონი გახდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ჩეჩენ ძმებს ტერაქტის შემდეგ ნივთმტკიცებულებების დამალვაში 2 ყაზახი და 1 ამერიკელი მეგობარი ეხმარებოდა. სამივე ეჭვმიტანილი დაკავებულია. დაიას კადირბაევი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, ის გამოძიებასთან თანამშრომლობდა და ისევე შეწუწუნებულია ბოსტონის ძალადობით, როგორც მთლიანად საზოგადოება. მან არ იცოდა, რომ ეს პიროვნება ტერაქტთან იყო კავშირში, ხოლო მაშინ დაიჭრა, როდესაც ფოტოზე მეგობარი ამოიცნო. ვიდავებ და იმედი გვაქვს დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას სასამართლოში. ბატონი კადირბაევი და მისი ოჯახი ძალიან წუხს ბოსტონში მომხდარის გამო. მას საერთო არაფერი აქვს ამ საქმესთან. სტუდენტების დაკავების საქმეს ყაზახეთიდან გამოეხმაურა ერთ-ერთი დაკავებულის მამა. მურად კადირბაევის თქმით, მისი შვილი ჯოხარ ცარნაევს კარგად იცნობდა, თუმცა ეჭვმიტანილის მამა შვილის ტერაქტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. შოკირებული ვარ, ვინც ჩემს შვილს იცნობს, ყველამ იცის, რომ მას რადიკალებთან არავითარი კავშირი აქვს. დიაზი განსაკუთრებული შემთხვევების გარდა მეჩეთშიც არ დადის. როდესაც ჯოხარი დააკავეს, დიაზი ტელეფონით დამიკავშირდა. შოკში იყო, მეუბნებოდა, რომ ჯოხარს ამის გაკეთება არ შეეძლო და რომ ის არასოდეს მიაყენებდა ტკივილს ადამიანს. ტერაქტის მოწყობის მოტივად ძმები ცარნაევების რადიკალური ისლამური შეხედულებები სახელდება. საქმეს ეხმაურება თათრეთის პრეზიდენტი. რუსტამ მინიხანოვი ბოსტონის ტერაქტის ისლამთან კავშირს გამორიცხავს და რელიგიის სახელით ძალადობას დაუშვებლად მიიჩნევს. ამჯერად რომ ბოსტონის ტერაქტი ისლამისტების ორგანიზებულია, რადგან ისლამი ძალადობას გმობს, ადამიანებს არ აქვთ უფლება რელიგიის სახელით ისაუბრონ და მსგავსი დანაშაული ჩაიდინონ. მოუწოდებ ისლამურ სამყაროს მსგავს შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. თავრობის წარმომადგენლებს კი შევახსენებ, რომ არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც ხელს უწყობენ ასეთი ტიპის ძალადობას. ძალადობრივი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მაღალ ჩინოსნებს კონკრეტული ზონების მიღებისკენ მოუწოდებ. ბოსტონში 15 აპრილს მარათონის ფინიშის ხაზთან 2 ძლიერი აფეთქება მოხდა. ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ჩეჩენი ძმები ტამერლან და ჯოხარ ცარნაევები არიან. უფროსი ძმა სამართალდა მცველებმა სპეცოპერაციისას მოკლეს. უმცროს კი სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ერთი კაცის სოფელი დუშეთის რაიონიდან თქვენ საინტერესო რეპორტაჟი გელოდებათ, თუმცა მანამდე რეკლამის შემდეგ კი უნდა გავიგოთ რა ხდება ამ დროისთვის მნიშვნელოვანი. თამაში მეორე საათით ბრუნდება პირდაპირ ეთერში, მედია გასული საათი მოგეწონათ და შემოგთავაზებთ საკმაოდ საინტერესო თემებს ამ ნაწილში და მოკლედ გეტყვით რა თემებზე გავამახვილებთ ყურადღებას. შეცვლის თუ არა ტბას ჭაობი, პალიასტოვის ტბა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, ჩვენი ჟურნალისტი ემზადება პირდაპირი ჩართვისთვის. ასევე ექსკლუზიური კადრები ოკუპირებული ტერიტორიიდან საუბარია ახალგორზე, ჩვენი კორესპონდენტი მარიო თარაშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ახალგორის ტერიტორიიდან. ასევე როგორ ემზადებიან სააღდგომოდ ყაზბეგში. სპეციალური რეპორტაჟი გადაცემის ბოლოს გელოდებათ. ახლა კი ერთად უნდა გავიგოთ თუ რა თემები მოგვიზადა 7 საათისთვის საინფორმაციო სამსახურმა და ნინო ვარდასანიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ნინო, გისმენ. საღამოშტობის კიდევ ერთხელ ირაკლი არის თუ არა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში წითელას ეპიდემიის გავრცელების საფრთხე, ეს და სხვა თემები რამდენიმე წამში. ღუდუშაურის სახელობის კლინიკის სამშობიარო ნაწილში წითელას ეპიდემიის საფრთხეს გამორიცხავენ. კლინიკის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ მათ წითელათი დაავადებული მხოლოდ 1 პაციენტი ჰყავთ და დაავადების გავრცელება არ მოხდება. კლინიკაში დეზინფორმაციას უწოდებენ. დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სამშობიარო ნაწილი ინფიცირებული მშობიარეებით არის გადატვირთული და აცხადებენ, რომ საავადმყოფოს ყველა პირობა აქვს აღნიშნული ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად. სამედიცინო პერსონალს წითელას საწინააღმდეგო აცრაც ჩაუტარდა. ექიმის განცხადებას კლინიკაში მყოფი პაციენტებიც ადასტურებენ. აბსოლუტურად უსაფუძვლოა ეს ინფორმაცია, არანაირად ის არ შეესაბამება სიმართლეს. აბსოლუტურად ნულის ტოლია რისკი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. იქ იყო საუბარი სამშობიარო სამიანო სამსახურზე წითელას ინფექციის გავრცელების შესახებ. ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ინფორმაცია და მართალი გითხრათ ძალიან საკვირველია საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია.
ამ ეტაპზე გვყავს ერთი მელოგინე, რომელსაც ჰქონდა წითელა ალაგების პროცესში ახლა დაავადება ამ შემთხვევაში, მაგრამ ცენტრი აღჭურვილია და შესაძლოა ეს სამსახური აღჭურვილია დამოუკიდებელი იზოლირებული ბოქსირებული პალატით, რომელსაც გააჩნია საკუთარი დამოუკიდებელი სამშობიარო ბლოკი და ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ მუდმივად ტარდება, ასე რომ რაიმე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნულის ტოლია რაიმე რისკი წითელას ინფექციის გავრცელების შესახებ. აქ უკვე 6 დღეა წევარ, არანაირი წითელის ეპიდემია არ არის და წითელი დაავადებული ბავშვი დიდი ამ სამშობიაროში არ არის. საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო თანხა არამიზნობრივად იხარჯებოდა. ამ ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს, რომლის ცნობითაც გაურკვეველი ხარჯების ადრესატად ყოფილი ელჩი თემური იაკობაშვილი სახელდება. ირკვევა, რომ ელჩმა $1055 ალიასკაზე საკუთარი მეუღლისთვის ავიაბილეთის შესაძენად გადაიხადა. $7,000-მდე ამერიკული დოლარის ოდენობის ხარჯზე კი არ არის წარმოდგენილი ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია. 2013 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით გასულ წელს ელჩმა $80,556 შემოსავალი მიიღო. მისმა მეუღლემ კი, რომელიც საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში მკვლევარის თანამდებობაზე მუშაობს, $11,250. საქართველოს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში შალვა ნათელაშვილი აპროტესტებს ლეიბორისტების განცხადებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს. ნათელაშვილი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალოს. საავადმყოფოდ ჩვენსა და აფხაზეთის თუ ცხინვალის რეგიონში წინაპრების საფლავებს შორის კვლავ აღმართულია რუსი მესაზღვრის ავტომატი და ამ ფონზე პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მონაწილეობის შესახებ სოჩის ოლიმპიადაზე. ეს არა მარტო ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაა, არამედ დამთავრებული სამშობლოს ღალატია. მე მოუწოდებ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შეიკრიბოს საგანგებო სხდომაზე და გააბათილოს ეს გადაწყვეტილება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა ქუთაისში გელათის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის და წყალგაყვანილობის არარსებობის გამო გელათის ქუჩის მცხოვრებლებს წყალი რამდენიმე წელია არ მიეწოდებათ. 250-მდე ოჯახი სასმელ წყალს შორმანძილზე მდებარე წყაროდან იღებს. ქუთაისში ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ქალაქის 24 საათიანი წყალმომარაგების საკითხზე მუშაობა კონტრაქტორი ფირმის გამოვლენისთანავე დაიწყება. ჩვენ განვმარტეთ მათ, რომ უახლოეს მომავალში გამოვლენილი იქნება ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც უახლოეს მომავალში ასევე დაიწყებს აქტიურად სამუშაოებს და ერთხელ და საბოლოოდ აღნიშნული პრობლემა, რომელიც გელათის ქუჩის მოსახლეობას აწუხებს, იქნება გადაჭრილი. ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. საკურთხევლიდან გარდამოხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა. ამის შემდეგ უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ბედნიერი აღდგომა უსურვა. ილია მეორემ დღესვე სამების ლავრის ხარების სახელობის ტაძარში ვახტანგ მეექვსის და თეიმურაზ მეორის საძვალეთა სარკოფაგები აკურთხა. ჯვარსეცო ჩვენი საწოდოებისათვის გამოგიხსნა ჩვენ ადამიანები. ლოვის დღეა. დღევანდელ დღეს უნდა ეცადოს ყველა მართლმადიდებელი ადამიანი, ყველა ქრისტიანი, რომ რაც შეიძლება თავშეკავებული იყოს აი ამ დღეს. მნიშვნელობა არ აქვს იგი მარხულობდა, მარხვას ინახავდა, არ ინახავდა, უფლის პატივისცემით დღევანდელი დღე უნდა იყოს განსაკუთრებული მისთვის და განსაკუთრებული უნდა განიცდდეს თავის ცოდვებს. მე მინდა მთელ საქართველოს მიულოცო. ეს იქნება ქართველი, არა ქართველი. საზღვარგარეთ ყოფით მთელი ჩვენი დიასპორა მთელ საქართველოს და პირველ რიგში უწმინდესი კარგად ვიყოფოს და უწმინდესის ლოცვას ვაკურთხევით, ღმერთი შეგვეწიოს. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია და ეთერს კვლავ ირაკლი ჩიხლაძეს უთმობთ. დიდი მადლობა ნინო, მე დაგემშვიდობები და გავაგრძელებთ მთავარ თემაზე საუბარს. უარი შეთავაზებულ გამონაკლისზე სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა დე-ფაქტო ხელისუფლება სააღდგომოდ არაკონტროლირებად ნაწილში მოსახლეობის უპრობლემოდ გადასვლა შესთავაზა. როგორც იცით, ახალგორი 2008 წლის შემდეგ ოსური მხარის მიერ კონტროლდება. იქ შესვლა ახალგორელებისთვისაც კი პრობლემას წარმოადგენს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი საგვარეულო სასაფლაოები დღეს, როდესაც წინაპართა სადემარკაციო ხაზი
ხაზის გამო ვერ იქნება დაფასებული. მარიო თარაშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ახალგორიდან და ის გვეტყვის რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. უკვე მეორე წელია წეროვანში ჩასახლებული ახალგორელები სააღდგომოდ ნათესავების საფლავებზე ვეღარ გადიან. ახალგორის რაიონის სოფელმოსაბრუნის სასაფლაოც ისევეა გაუდაბურებული, როგორც რაიონის სხვა სოფლებში. აქაურობას ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არავის მოუკითხავს. ყველას მიცვალებული ყავს იქ, ოჯახელები არ ყავდეს და ხო უნდა შეცვლა ხალხს. მაგრამ არის ხალხი, რომელსაც ფორმაცხველი არ აქვს, ვერ აკეთებენ. ამჩენი შეძენ გამოდიჭებული ხალხი. პირადად მე არა მაქვს ფორმა 9 და ვერ შევდივარ, რაც გამოვედი, ვერ ვახერხებ რომ მივიდე და ფორმა 9 ავიღო. იქ უნდა დავრჩეთ 10-15 დღე, 10-15 დღის განმავლობაში იქიდან გამოსვლა არ შეიძლება. მოგეხსენებათ აქ პატარა რაღაც სამსახურები გვაქვს და კარგვისაც გვეშინია. ახალგორის მიმართულებით დე-ფაქტო საზღვარზე გადაადგილება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც ოსური დოკუმენტი ფორმა 9 აქვს. აღნიშნული საბუთი კი მარტო ახალგორში ოფიციალურად ჩაწერილ პირებზე გაიცემა. ჩვენები წლის ბავშვი გარდამეცვალა და 2 წელი ვერ შევსულა. აი იმ უაზრო 9 ფორმის გამო. გაუქმებას აღარ აფრთხილობთ. ეს აი რაღაცის გაყარი მგონია ეს რომ დაუშვათ გაუქმებენ ამ საზღვარში ამ საბუთებს. ის მაინც მოხდეს რომ გამარტივებული იყოს ადამიანს თუნდაც ერთი შესვლა და გამოსვლა ყოველგვარი ამ ფორმალურობისა და ამ რაღაცების და ან ადგილზე გაკეთდეს ვიზიტი ან რა ვიცი რაღაცა დაგვატოვებინოს საუთრო თუ არ გამოვედი მე რაღაცა და რაღაცა ისეთი უნდა მოახერხო რომ ადამიანს შეეძლოს შესვლა და თავისი საფლავის ნახვა მაინც. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ოსურ მხარეს გამონაკლისის დაშვებას თხოვა. სანაცვლოდ კი ოსებს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ნაწილში უპრობლემო გადმოსვლა და ნათესავების საფლავების მონახულება შესთავაზა. ჩემი თავმოდ გავაცხადო, რომ ჩვენ მზათა ვართ ყველა ოს, ვისაც ყავს დაკრძალული თავის ნათესავი დანარჩენ საქართველოს ტერიტორიაზე, არიან ხო ოსების დასახლებები არის და იყო ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და სხვა რეგიონებში, ჩვენ მზათა ვართ რომ ხელი შეუწყოთ და მათ მიმოგზავროთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ოსური მხარე არაოფიციალურ კომენტარში აცხადებს, რომ აღდგომის დღეებში გამონაკლისი არ იქნება და ახალგორში შესვლას მხოლოდ საბუთის მქონე პირები შეძლებენ. ცხინვალელი ჩინოვნიკები იმასაც აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ დე-ფაქტო საზღვარზე გადაადგილების იდეის განხილვა იგეგმება, თუმცა როდის ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. როგორც ხედავთ, ვითარება ამ დროისთვისაც საკმაოდ რთულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ჩვენ უკვე შემოგვერთა ბატონი შოთა მალაშხია, უმცირესობის წარმომადგენელი და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე. დიდი მადლობა ბატონო შოთა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას და პირველ რიგში უნდა გკითხოთ, თქვენ ალბათ უსმენდით ჩვენი კორესპონდენტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს. გასულ წლებთან შედარებით სიტუაცია გაუარეს და თუ სტაბილურად ზუსტად ისეთია, რაც 2008 წლის შემდეგ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. სიტუაცია უარესდება დღითი დღე. თქვენ ხედავთ, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მავთულ ხლართები მატულობს. ამაზე რეაქცია დღევანდელი ხელისუფლების არის სუსტი ან თითქმის არ არის. აქ საერთაშორისო კომპონენტის ჩართვა გულისხმობ ევროკავშირის მონიტორებს და პატრულირება ხდებოდა ჩვენი პოლიციის მეშვეობით. ეს რეჟიმი პრაქტიკულად მოშლილია და სხვა ალტერნატიული მექანიზმები კი დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია. რა მექანიზმები იყო თქვენ დროს ბატონო შოთა, რით ახერხებდით სიტუაციის მოგვარებას, თუნდაც იგივე რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ სიტუაცია გართულდა. რას გულისხმობთ სიტუაციის გართულებაში? ნებისმიერ დროს, როდესაც ხდებოდა იგივე ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რაიმე გადაადგილებები და სამხედრო სტრუქტურების მოქმედება, ევროკავშირის მონიტორებთან ერთად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ღირსიერად ღებულობდნენ გადაწყვეტილებას. საქმის კურსი დგებოდა როგორც ევროკავშირი, ასევე ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში იმყოფება.
და მით უმეტეს ეხლა ძალიან გახშირდა უკანონო დაკავებები, თუმცა ყველა დაკავება ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის დროს არის უკანონო. საქართველოს მოქალაქეს აქვს სრული უფლება იმოძრაოს საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ოკუპირებულზე, ასევე არაოკუპირებულზე. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებით რამდენიმე წამში მე დაგისვამ შეკითხვას, თუმცა მანამდე მინდა გკითხოთ, ანუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღარ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში, როდესაც იძაბება ვითარება იგივე ოკუპირებულ ტერიტორიასთან მიმართებაში, როდესაც ჩვენს მოქალაქეებზეა საუბარი. ზოგადად ეს საკითხი პირველ რიგში არის საქართველოს პრობლემა, ამიტომ ყველა სტრუქტურა, ეს იქნება ევროკავშირი თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მოქმედებენ საქართველოსთან გამომდინარე და ანუ პირველად ამ საკითხებს უნდა აყენებდეს საქართველოს სტრუქტურები, იგივე რეინტეგრაციის სამინისტრო, იგივე პარლამენტი, იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს აქტივობა თქვენ თვითონაც კარგად ხედავთ, პრაქტიკულად არ არის და ეს არის ჟურნალისტების სფერო. თუმცა სიმართლე გითხრათ, მე პირადად ჩემი შეფასებაა, რომ ბოლო წლებში დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო, იგივე გასულ წელს, იმის წინა წელს, იყო ხოლმე, როდესაც ჯონჯოლის საკრეფად ოკუპირებულ ტერიტორიაზე უწევდათ გადასვლა შემთხვევით ჩვენს თანამოქალაქეებს აკავებდნენ. ასევე იყო პერიოდი, როდესაც ათობით ადამიანი შეშის საჭრელად წასული დაუკავებიათ. მე ვამბობ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ქვეყნის სათავეში და იმედია დამეთანხმებით, ხო? ათობით ადამიანი არ იყო, მაგრამ როდესაც ხდებოდა ამდაგვარი დაკავებები, თქვენ გახსოვთ, იგივე ადამიანის უფლებებში ევროკომისარს მივმართავდით, ის პირადად ჩამოიყვანეთ საქართველოში, მკაცრად დავაყენეთ ეს საკითხები, იგივე პრევენციის საკითხები, როდესაც არის, მაშინ დგებოდა ეს საკითხები, მაგრამ ეს თემა თქვენ ხედავთ იგივე ჟენევაში, იგივე ცხინვალთან ეს საკითხები პრაქტიკულად დღევანდელ დღეს აქტუალური არ არის ხელისუფლებისთვის. დიახ. და რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანცვლებას, რომელსაც ეწინააღმდეგება უმცირესობა. შეგიძლიათ განმარტოთ, რა ცვლილებებს მივიღებთ, რამდენად რთული იქნება ამ ცვლილების მიღება იგივე ამ პროცესში და ქვეყნის განვითარებას გულისხმობთ მე. რაღაც საკმაოდ მწვავედ აღიქვამს უმცირესობა ამ კანონ პროექტში ცვლილებას. მე მგონია, ყველა ნორმალური ადამიანი, არა პოლიტიკური მოღვაწე ამ საკითხებს მწვავედ უნდა აღიქვავდეს, იმიტომ რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ამას საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაეწევა, მიღების შემთხვევაში დღევანდელი ხელისუფლება გვეუბნება, რომ სასაზღვრო რეჟიმი იქნება სხვადასხვა, ანუ თუ ტერიტორიას არღვევს კანონს და შემოდის მოქალაქე თურქეთის მხრიდან, აზერბაიჯანის მხრიდან, სომხეთის მხრიდან, მაშინ ასეთ შემთხვევაში ისჯება კანონით 3-დან 5 წლამდე და ჩვენ გვეუბნებიან, თუ ამდაგვარი დარღვევა მოხდება ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც მოხდა ეთნოწმენდა, სადაც მოხდა დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ასეთ შემთხვევაში ისინი უნდა დაჯარიმდნენ 400 ლარით. ანუ ეს იგივე ტიპის ჯარიმაა, რაც მაგალითად მართვის მოწმობის გარეშე რომ მართავდეს ადამიანი ტექნიკურ საშუალებას. ეს უბრალოდ მოუდგენელი ამდაგვარ რეჟიმში, ანუ საზღვართან კონდეს სხვადასხვა რეჟიმები. ოკუპირებული ტერიტორიისა და სახელმწიფო საზღვრის შედარება ერთმანეთთან ამ კონკრეტულ სიტუაციაში რამდენად გამართლებულია? მე ვფიქრობ, რომ პირიქით ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარი, ანუ საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის, ლაპარაკია ფსოუზე, ლაპარაკია როკზე, ის მეტად უნდა იყოს კანონით დაცული, ვიდრე სხვა ტერიტორიებიდან გადმოსვლის შემთხვევაში. დღევანდელი ხელისუფლება გვთავაზობს პირიქით სურათს და გვეუბნება, რომ საზღვარი ოკუპირებული ტერიტორიიდან, აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არა, საქართველოს მოქალაქეებს არ ეხება ეს ეხება უცხო მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არ მქონე პირებს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, როდესაც საუბრობ დანაშაულზე, კაცობრიობის წინაშე, ეთნოწმენდაზე, გენოციდზე, ასეთ დროს ამ ტერიტორიების მიმართ იყო შერბილებული დამოკიდებულება. ანუ დღევანდელი განზომილებით ხელისუფლება ამბობს, რომ აქედან დარღვეული საზღვარი არ არის დანაშაული. ის არის მხოლოდ კანონის დარღვევა. ჩვენ ვამბობთ, რომ აქედან დარღვევა საზღვრის არის
დანაშაული. პასუხისმგებლობის ლიბერალიზაციაზე საუბარია. თქვენც აღნიშნეთ, რომ პირველ ეტაპზე მოხდება 400 ლარით დაჯარიმება, თუ პირი გაიმეორებს და გადაკვეთს ამ საზღვარს, მას შემდეგ დააკავებენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ თუ თქვენ დროს არ იყო ეს კანონი შერბილებული და არ იყო ლიბერალური სიტუაცია გაცლებით უფრო მწვავე იყო? ორ ქვეყანას შორის გულისხმობ საქართველოს და რუსეთს და არაოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო ხელმძღვანელობას. დე-ფაქტო ხელისუფლებაზე აქ არ არის ლაპარაკი, აქ არის საუბარი დანაშაულზე და უბრალოდ კვალიფიკაციას დღევანდელი ხელისუფლება აძლევს, რომ ეს არ არის დანაშაული, რომ მათთვის საზღვრის დარღვევა ოკუპირებული ტერიტორიიდან არ არის დანაშაული, ამას გვეუბნება. რაც შეეხება კანონს, ამ კანონში არის საუბარი, რომ ეს არის დანაშაული, ისჯება 2-დან 4 წლამდე, მაგრამ ეს კანონიც გულისხმობს, რომ შეიძლება იყოს ჯარიმა, შეიძლება იყოს პირობითი სასჯელი და შეიძლება იყოს საერთოდ განთავისუფლება. ანუ ამის დისკრეციას წყვეტს სასამართლო და პროკურორი და ეს დისკრეცია დღევანდელი საკანონმდებლო ინიციატივით ისპობა. ანუ პრინციპულად არის აბსოლუტურად სხვა მიდგომა. მე არ ამგონია, რომ კანონის დარღვევა ოკუპირებული ტერიტორიიდან ვინმე საქართველოს მოქალაქისთვის იგივე იყოს, რაც მართვის მოწმობის გარეშე მართვა ტექნიკური საშუალებების. თუმცა რადგან თქვენს ოპონენტებზე საუბრობთ, მე უბრალოდ ციტატას მოვიყვან უმრავლესობის წარმომადგენლის, რომელიც განმარტავს. კანონი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, არის ორიენტირებული მშვიდობაზე, განვითარებაზე და ჩვენ აუცილებლად მივიღებთ კანონს, რომელიც გააუმჯობესებს აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობას და შექმნის იმ საფუძველს, რომ აფხაზ და ოს არ ეშინოდეს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება. ეს განცხადება გააკეთა ზაქარია ქუცნაშვილმა. ამას ეწინააღმდეგებით, რომ ოსსა და აფხაზ ძმებს შორის იყოს საკმაოდ მშვიდი მდგომარეობა ჩვენს ტერიტორიასთან მიმართებაში. დავანებოთ ქუცნაშვილს თავი, თქვენ ხო გაქვთ ეს კანონი წაკითხული? დიახ. ეს კანონი არ ეხება აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. ეს კანონი არ ეხება ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, არც ოსებს და არც ქართველებს. ამ კანონში ცალსახად წერია, რომ ეს კანონი ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ანუ იმ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მაგალითად სოჩის ოლიმპიადის დროს აპირებენ გაგრაში დასვენებას იმ დევნილების სახლებში, რომელიც ეთნოწმენდის შედეგად არის გამოდევნილი ამ ტერიტორიიდან და აქ დასვენების შემთხვევაში მათ მოუწევთ მხოლოდ 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავით არის შეხება ამ კანონს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, ოსებთან და ქართველებთან და ან საერთო ამას არ არის. და თუ შეგიძლიათ გითხრათ ბატონო შოთა, იმ შემთხვევაში თუ მოხდა ამ კანონის ინიცირება და დამტკიცდა, რა საპირებთ, ანუ რა იქნება უმცირესობის შემდეგი ნაბიჯი? ბერკეტი გააქვთ რაიმე? ყველა ბერკეტი, რომელიც არსებობს სამართლებრივი, პირველ რიგში ვეცდებით ეს კანონი არ იქნეს მიღებული. უმრავლესობაში არის ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამას, მაგალითად მე როდესაც ჩვენ ვიყავით დებატებში ელისო ჩაფიძემ თქვა, რომ აი თქვენ ნაირად მანაც როდესაც მივეცი განმარტება, რომ ეს ეხებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და არა საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის არ მისცემს ასეთ შემთხვევაში ამას ხმას. მე მჯერა, რომ ასეთი უმრავლესობის წევრებშიც მოიძებნება, თუ ეს კანონი მაინც იქნა მიღებული, რაც შემიძლია ცალსახად გითხრათ, ამას პრეზიდენტი დაადებს ვეტოს. ამის გარდა ყველა სასამართლოს ბერკეტი საკონსტიტუციოს ჩათვლით იქნება გამოყენებული და ღრმადა ვარ დარწმუნებული, თუ ეს საკითხები პარლამენტში შიგნით არ გადაწყდა, მაშინ ის გადაინაცვლებს ქუჩებში. დიდი მადლობა ბატონო შოთა, უმცირესობის წარმომადგენელი შოთა მალაშხია პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერში ბრუნდება ღია თამაში, მე ვარ ირაკლი ჩიხლაძე. პალიასტომის ტბა დაშრობის პირასაა. სპეციალისტები საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით ტბიდან 19 სახეობის უნიკალური თევზი გაქრა. პალიასტომი კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენელი ნაწილია და ტურისტებს ტბის უკეთ გასაცნობად სანაოსნო მარშრუტებს თავაზობს, თუმცა თუ ტბის გადარჩენაზე დროულად არ იზრუნეს, სანაოსნო მარშრუტის გავლა ტბის ნაცვლად ჭაობში მოგვიწევს.
პალიასტომის ტბის დეგრადაციის პროცესს აკვირდებიან როგორც მეცნიერები, ისე მეთევზეები, რომლებისთვისაც ტბა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. გიორგი ინიაშევი ტბაზე უკვე 30 წელია თევზაობს. უხუცესი მებადური იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც პალიასტომზე დიდი რაოდენობით თევზი მოიპოვებოდა და ამბობს, რომ ბოლო 10 წლებში ტბის დაჭაობებისა და თევზის გადაშენების ტენდენციამ კატასტროფულ ზღვარს მიაღწია. Rodagridem badesom მილიარდობით იყო თევზის ისე რამდენჯერ გაგუჭრიან მატნიან რომ ვერ ამეიღენ თევზი. აი იმდენი თევზი იყო. ეს ამას გეუბნებს სადღაც 10 წლის უნდელი ამბა. პალიასტომის დაჭაობებისა და სანაპირო ზოლის მოშლის პრობლემებზე საუბრობენ რიგითი ფოთელებიც, რომლებიც ტბასთან ახლოს ცხოვრობენ. პარმენ ხუბულავა შიშობს, რომ შესაბამისი ზომების მიღების გარეშე შესაძლოა პრობლემა არა მარტო გარემოს, არამედ მოსახლეობასაც შეექმნას. პალიასტომი უფრო იშლება უკვე მოსახლეობისკენ მიდის, გამაგრება უნდა მაგას თავის ბეჯირები უნდა ის უნდა თუ პატრონი გამოვისთა ამას და ახლა მე რო თევზაობდი ის ადგილი უკვე წყალშია ჩემ ბავშვობიდანვე. სიღრმე არაა და ეს ალბათ უკვე იციან ეს რომ ეკოლოგიური დარღვევა ხდება მიმოქცევა რა წყალის სწორად. პალიასტომის ტბა მიმდებარე ჭაობებით კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრებში შედის და რამსარის საერთაშორისო კონვენცია იცავს. ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბოლო 100 წლეულის განმავლობაში ტბიდან 19-მდე უნიკალური სახეობის თევზის საერთოდ გაქრა, ხოლო 10 იშვიათად გვხვდება. დღეს რომ ნახოთ რომ ავიღოთ სინჯები, ზღვის მარილიანობა სულ რაღაც 1 პრომილით ჩამოვარდება პალიასტომის მარილიანობა. და გამომდინარე აქედან რომ პალიასტომი გამლაშდა, შეიცვალა იხტიოფაუნაც და ეს 19 თევზის სახეობა რომელიც იყო მტკნარიწყლის, საერთოდ ნელა გადაშენდა ეს თევზი მტკნარიწყლის და შემორჩა მხოლოდ მლაშეწყლის და ზღვისწყლის თევზი პალიასტომში. დღეს მდგომარეობით. ადრე იყო თქვა 20-იან წლებში 39 სახეობა იყო და დღეს შემორჩენილი არის სულ 15 სახეობა პალიასტომში. ზურაბ ჯიბლაძე განმარტავს, რომ ტბაზე კატასტროფულად მცირდება წყლის დონეც, რაც მისივე განმარტებით გასული საუკუნის 30-იან წლებში ზღვასა და პალიასტომს შორის გაჭრილი ხელოვნური არხის შედეგია, რომლის მიზანიც საინჟინრო გათვლებით პალიასტომზე წყლის დონის მატების დროს ქალაქის დატბორვისგან დაცვა უნდა ყოფილიყო. ისევ მატიანში თუ გადავხედავთ და ჩავიხედავთ, იქ არის მოცემული, რომ თქვა 20-იან, 30-იან წლებში მისი სიღრმე აღწევდა სადღაც 5 მეტრამდე იყო და დღეს რო შევდივართ ეხალოტით, რომელიც სინჯავს ამ სიმაღლეს, მაქსიმუმი სიმაღლე არის 2 მეტრნახევარი პალიასტომის. აკადემიკოს ანზორ ტყებუჩავას კვლევების მიხედვით არსებულ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ხელოვნური არხის კალაპოტის ამოვსება და მისთვის ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებაა. მეცნიერის გათვლებით წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის დონის კლების ტენდენციის გათვალისწინებით მომავალი 50 წლის განმავლობაში შესაძლოა უნიკალური ტბიდან მხოლოდ დაჭაობებული ადგილი გადარჩეს. და ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ლაშა ზარგინა გვერდება პირდაპირ ეთერში ფოთიდან. ლაშა, საღამო მშვიდობის. საინტერესოა, არსებობს თუ არა და გაქვს თუ არა შენ ინფორმაცია, რომ ხელოვნური არხის ამოვსება შეიძლება მოხდეს? ან როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს ტბა გადარჩეს და არ გაქრეს? ირაკლი, როგორც ჩვენ სიუჟეტიდან მოვისმინეთ, ერთადერთი გზა რომ ტბა გადარჩეს არის ის, რომ ხელოვნური არხი, რომელიც 30-იან წლებში გაიჭრა, უნდა ამოივსოს. თუმცა ამ დრომდე არ გაკეთებულა კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით შეიძლება ეს მოხდეს და ამ ასეთი ღონისძიების გატარების შემთხვევაში თუ რა შეიძლება დაემუქროს ქალაქს ფოთს, რადგანაც თავის დროზე 30-იან წლებში ეს არხი სწორედ იმიტომ გაიჭრა, რომ ქალაქი დაეცვა დატბორისგან. პალიასტომის ტბა და მისი მიმდებარე ჭაობები, როგორც სიუჟეტიდან მოისმინეთ, თავისი უნიკალური მდებარეობით და ბუნებრივი მრავალფეროვნებით საერთაშორისო მნიშვნელობისაა და ფრინველებისთვის სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით და პირიქით საინკუბაციო ადგილს წარმოადგენს. სწორედ მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით 1997 წლიდან ამ ტერიტორიებს რამსარის კონვენცია იცავს, რომელზეც საქართველოს გარდა სოფლიოს სხვა 170 ქვეყანას აქვს ხელი მოწერილი. აქედან გამომდინარე ეს პრობლემა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ეროვნული პრობლემა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის პრობლემა და როგორც მეცნიერები ამბობენ, სწორედ რამსარის კონვენციასთან გაგზავნილი შეტყობინების შემდეგ გახდება ცნობილი იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც შეიძლება ჩატარდეს ამ არხის ამოსავსებად.
დიდი მადლობა ლაშა და განსაკუთრებით იმის გამო რომ საკმაოდ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილე შენ ყურადღება. იმედია სპეციალისტები მოისმენენ ამ პრობლემის შესახებ და მოხდება დროული რეაგირება. ეს იყო ლაშა ზარგინავა. ერთი კაცის სოფელი გაიცანით საშიკო აფციაური ქალბატონი, რომელიც სოფელ ცხედიეთში მარტო ცხოვრობს. დუშეთის რაიონის ფასანაურის თემში შემავალ სოფელში ბოლო 8 წელია არ არის ელექტროენერგია, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარემ კი სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მოშალა. საშიკო აფციაურს 2 წლის წინ შეუწყდა სოციალური დახმარება. ეს რეპორტაჟი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის მოგვარება. ელენე ლომაშვილი სტუმრობდა საშიკო აფციაურს. ეს 77 წლის საშიკო აფციაურია, 6 ნასახლარიდან კვამლი მხოლოდ ერთი სახლიდან ამოდის. სოფლის ერთადერთი მკვიდრიც სწორედ ამ სახლში ცხოვრობს. საშიკო ბებო თავისი ყოფის შესახებ ცრემლების გარეშე უკვე დიდი ხანია ვეღარ საუბრობს. იმის გამო რომ სოფელში მხოლოდ ერთი მოხუცი გადარჩა, არავის უფიქრია მისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე ეზრონა. მოხუც უკვე წლებია სახლში არც დენი აქვს, არც ტელევიზორი და ტელეფონი. დაუძლურებული მოხუცი თავის დღეებს სანთლის შუქს ატარებს, მას იმედი უკვე გადაეწურა, რადგან ფიქრობს რომ მხოლოდ მისთვის ელექტროენერგიას იქამდე არავინ მიიყვანს. არც დენი მაქვს, არც საქონელი მყავა, ეს 3-4 წელია, რაც ხან მე ესე ჩავკუტდი. აღარა მაქვს თავი შვილო თქვენ. აქ ვეღარ მაიყვანს დენსა შვილო ჩემი გულისთვის. ხალხი აქ აღარ არის. მოხუცი წუხს რომ ხმის გამცემი მეზობელიც კი არ ყავს. მეუღლე 20 წელია რაც გარდაეცვალა. მეზობელ სოფელში ამბობენ რომ მისი დაოჯახებული შვილები თბილისში ისინიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და ამიტომ მოხუცი თავისთან ვერ მიყავთ. საშიკო აფციაური ქვეყნის ამბებს თვეში ერთხელ იგებს. მაშინ, როდესაც გვერდით მდებარე სოფელში მცხოვრებ მეზობლებს მასთან პენსია მიაქვთ. პენსიის ამარა დარჩენილი მოხუცი ყვება, რომ სოციალური დახმარებაც გაურკვეველი მიზეზით 2 წელია რაც მოუხსნეს. აფციაური იხსენებს, რომ ადრე სოფელი ხალხმრავალი იყო. საქონელიც ბევრი ყავდათ. ახლა მოხუცს აღარც საქონლის ყოლა შეუძლია და არც მათი მოვლა პატრონობა. არ ვიცი შვილო, რატომ ამიხსნეს. ის უთხარო შვილო მეთქი, ნუ და ახალგაზრდა ბავშვი. ნუ დაიდებ ჩემ ცოდვასა მეთქი ხო ხედავ აი სადა ვარ და როგორა ვარ შენი გულიშთი მე სამსახურს არ დავკარგავ რაც შეიძლება შედებისა და გვარად ჩვენ ვეხმარებით მათ თუ რამე შეგვიძლია გვარად ეს ქალბატონი მარტო და მარტო არავინ მაგის მიმკითხავი არ არის რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოხუცის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, შესაბამისად არც ისიციან თუ რატომ მოიხსნა მოხუცს სოციალური დახმარება. ფასანაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოადგილე ამბობს, რომ პრობლემით აუცილებლად დაინტერესდებიან და მოხუცს დახმარებას გაუწევენ. დუშეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ, თუ რატომ მოიხსნა მოხუცს დახმარება. თუმცა ამბობენ, რომ სოციალური დახმარების ხელმეორე დანიშვნის მოთხოვნით განაცხადიც კი არ შესულა ამ ქალბატონზე. არ ვიცი, დეკლარაციას არ ვიცნობდა. 2 წლის წინ რატომ მოიხსნა ნამდვილად თუ არ ნახე ეს ხო ელექტრონული ვერსიებია ანუ ბოლო 1 წლის მანძილზეც ადგილობრივ რწმუნებულსაც არ მოუმართავს თქვენ თუ 2 წელია თუ იმ ქალბატონმა გითხრათ რომ 2 წელია მომეხსნაო ესე იგი არ მოუმართავს იმიტომ რომ მაშინ გეტყოდათ რომ ვიყავი შარშან მაღალი ქულა მივიღე და ადამიანიშა 77 წლის საშიკო აფციაური იმეც იტოვებს რომ სოფელში ხალხი დაბრუნდება და მარტოობაში აღარ მოუწევს ცხოვრება. ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ბიზნესის დრო და თიაშველიძე შემოგერთებათ, მე კი გადაცემის დასკვნის ბლოკში დავბრუნდები. და კვლავ ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო და რაც შეეხება თემებს მაიას ტურიზმი, ტურისტული მიმართულება, რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ კორპორატიულ და პროფესიულ ტურებს. ასევე ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და სწრაფად მზარდი დარგია. მსოფლიოში ტურიზმის ამ სახეობიდან საშუალოდ 650 მილიარდ შემოსავალს იღებენ. პირველ ადგილზეა ამერიკა, თუმცა საკმაოდ პერსპექტიულად მიიჩნევა ახლო აღმოსავლეთი. როგორია მაიას ტურიზმის მომავალი საქართველოში? ეს ერთი მიმართულება და კიდევ ერთ სხვა მიმართულებაზეც ვისაუბრებთ დღეს, რა პრობლემების წინაშე დგანან ადგილობრივი ტურისტული კომპანიები, ასევე სასტუმროები. ამ საკითხებზე წარმოგიდგენ ჩემს სტუმრებს ნიკა მანჯგალაძე, კომპანია Travel Shop-ის ხელმძღვანელი და თინათინ დოლიძე, ჯეო ჰოტელის მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ მობრძანდით და იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. როგორც უკვე გითხარით, ორი მიმართულებით ვისაუბრებთ. მოდით დავიწყებთ მაის ტურიზმით.
ტურიზმით, რომლის შესახებაც განცხადება გაკეთდა ჯერ კიდევ 2011 წელს, რომ ეს უნდა გააქტიურებულიყო, თუმცა ამის შემდეგ რაღაცა ისეთი კონკრეტული სიახლეები არ ყოფილა, აგერ უკვე დაიწყება სადაცაა ტურისტული სეზონი შევა პიკს მიაღწევს ალბათ უახლოეს მომავალში და ბატონ ნიკა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ კომპანიის წარმომადგენელი რომელიც საკმაოდ აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით რა სიახლეებია და როგორი მომავალი აქვს რომ ვთქვათ მინდა გითხრათ რომ პირველ დიდი მადლობა მოწვევისათვის მადლობა თქვენ მოგბრძანებისთვის საქმე იმაშია რომ საბედნიეროდ ასე ვთქვათ მაის ტურიზმის სეგმენტი არასოდეს არ ემთხვევა ტურისტულ სეზონს ანუ ეს ხალხი ჩამოდიან ზაფხულის გარდა ნებისმიერ სხვა დროს და როგორც აღნიშნეთ რა თქმა უნდა ძალიან მზდადი სეგმენტია ყველაზე დიდი ნაკადი ახლა რაც წამოვიდა რუსეთიდან რომელიც ჩარშანაც ძალიან აქტიურობდა ეს იყო უკრაინა და უკვე რაღაც იგზნობა შეკვეთები და რაღაც უფრო მოქმედება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ხა ჩვენ აპრილის თვეში, მარტში თუ აპრილში აღარ მოსამწუხებლად დავიზარდეთ აბუ-დაბიში იყო მაის ტურიზმის რეგიონალური გამოფენა, სადაც ადგენილი ქონდა საქართველოს. თუ მონაწილეობთ გამოფენებში, რომელიც წელიწადში სამჯერ იმართება ისეთ ქვეყანებში, როგორც არის ბარსელონა, ფრანკფურტი, ასევე აი ეს რაც ტარდება აბუ-დაბიში არის ბარსელონა, ოღონდ ეს მარტო ახლო აღმოსავლეთის მუსულმანური ქვეყნებისთვის და ფრანკფურტი ახლა მაისშია უკვე რომელიც მოიცავს ევროპას. ინტერესი ძალიან დიდია, მაგრამ პრობლემა კლავ დგება ის, რომ არ არის საკმარისი სასტუმროები საქართველოში, იმიტომ რომ ეს მინდა გითხრათ, რომ მაის ტურიზმი არ არის 1 და 2 ადამიანის შემოყვანა. ეს არის ჯგუფი, რომელიც არის 60-დან 200 ადამიანამდე. და ეს არის კონტინგენტი, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით თანხას ხარჯავს, ეს არის კონტინგენტი, რომელიც საკმაოდ ისეთი მოთხოვნები. არც გევაჭრება, ასე ვთქვათ, ფასზე, უნდა ყველაფერი მაღალი დონის. როგორც გუში ველაპარაკე, ყველას უნდა თქვათ ერთადგილიანი ოთახი, ანუ არანაირი შეწუხება არ უნდა, ყველაფერი წინასწარ გაწერილებ, ანუ სამუშაოდ შედარებით უფრო ადვილია, ვიდრე ტურისტულ ჯგუფთან, ჩვეულებრივ, მაგრამ მოცულობით და მასშტაბებით არის ბევრად დიდი. და რამდენს ხარჯავს დაახლოებით ერთი ტურისტი? მაგას სამწუხაროდ მაგას ესე ცალკე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ კომპანია იხდის აი ამის უყოლაფერს, მაგრამ ეხლა გვაქვს 200 კაციანი ჯგუფი ჩამოვდის ბათუმში, ძალიან დიდი შეკვეთა და აი წარმოუდგენელი, რამდენიმე რესტორანი დახურული აქვს ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც თბილისში ჩამოდიან, თბილისს უფრო ემატება ექსკურსია ვიდრე ბათუმს, იმიტომ რომ ბათუმში არ არის ახლა იმდენი სანახავი, როგორც შეგვიძლია კახეთში წაიყვანო და ასე შემდეგ, ანუ ერთი დღე ყოფნის თუ ბათუმს. თბილისთან კიდე უკვე მიყვავს ხოლმე აღმოსავლეთ საქართველოში იგივე მცხეთა, სტალინის სახლს და ასე შემდეგ. გასაგებია. მოდით ჩვენს მეორე სტუმარს ალბათ თინა თინდოლიძესთან მექნება ეს კითხვა. როგორც თქვენ აღნიშნეთ ეთერს მიღმაც ვსაუბრობდით ამ საკითხზე საქართველოს არ არის მხოლოდ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ქვეყანა. თუმცა ბატონმა ნიკამ აქ საკმაოდ საინტერესო პრობლემა დააყენა. არსებობენ ტურისტები, მაგრამ არ არსებობს სათანადო ინფრასტრუქტურა. არსებობენ საქართველოში საკმაოდ მაღალი დონის სასტუმროები, მაგრამ ის მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ქონდეს მაის ტურიზმის კონტინგენტს, ასეთ შემთხვევაში სასტუმროები ვერ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნასაც კი. თქვენ არ მუშაობთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტზე. თქვენ ძირითადად ორიენტირებული ხართ საშუალო სეგმენტზე, 3 ვარსკვლავიან სასტუმროებზეა საუბარი. თუ არსებობს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს სჭირდება ტურისტებს, თუნდაც რომლებიც ჩამოდიან სამვარსკვლავიან სასტუმროებში. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მოგბრძანებისთვის. ანუ ჩვენ რადიკალურად განსხვავებულ სეგმენტზე მუშაობთ, ასე ვთქვათ. ამიტომ აღნიშნე ორი მიმართულება არის დღეს. ჩვენ გვაქვს 4 სასტუმრო, ჯეოტელის სასტუმრო ქსელში, ეს არის გუდაურში, ჯეოტელ გუდაური, მესტიაში ჯეოტელ სეტი, ომალოში ჯეოტელ ომალო და სათაფლიაში ნაკრძალში ერთადერთი შეიძლება ითქვას მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში ხარ წარმოდგენილი. დიახ, გარდა ამისა, ეხლა ხანს გავხსენით, ასე ვთქვათ, გახსნა გავუკეთეთ ბორჯომში, ბორჯომი პალას, ეს არის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ახლა კონცეფციად რამდენადაც მივიცი. ჩვენ გვაქვს სოციალურ-ეკოლოგიური, ასე ვთქვათ, კონცეფცია. გვინდა რომ ვიმუშაოთ, ზოგადად არსებობს მოთხოვნა საქართველოში სამვარსკვლავიან სასტუმროებზე, ოღონდ პრობლემა ამ სასტუმროების პრობლემა არის რამდენიმე. პირველი პრობლემა ეს არის საგადასახადო სისტემა, რომელიც რეალურად იმხელა გადასახადებია მთელი წლის განმავლობაში, რომ სეზონურად მომუშავე
იმუშავე სასტუმროებისთვის ძალიან რთულია თავის შენახვა. ეს პირველი უმთავრესი პრობლემაა. მეორე პრობლემა, რაც ავტომატურად მუშაობს საფასო პოლიტიკაზე. ჩვენ იძულებული ვართ, რომ არც ისეთი დაბალი ფასი დავაწესოთ, რომელიც რეალურად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. ანუ ამ შემთხვევაში პრობლემა არის ქალბატონ თინათინის, რომ სასტუმროები, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ეს გუდაურში, ასევე ბორჯომში გაიხსნა, ახლახანს გაკეთდა განცხადება სათაფლია, ასე ვთქვათ, მესტია, რომელზეც ძალიან ბევრს საუბრობენ, მაგრამ რა ბედი ეწია იქ სასტუმრო ბიზნესის განვითარებას არ ვიცით. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი თუ ასევე განვითარდა, როგორც ვითარდებოდა, თავისთავად იქნება იგივე პოტენციალი, ძალიან დიდი პოტენციალია მესტიაში. აქ პრობლემა არის ის, რომ თქვენ მუშაობთ მხოლოდ რამდენიმე, იმიტომ სეზონური დატვირთვა აქვს ამ სასტუმროებს, მუშაობთ მხოლოდ რამდენიმე თვე და რეალურად გადასახადებს იხდით მთელი წლის განმავლობაში. აი თათუშეთში მაგალითად 2 თვე ვმუშაობთ. რეალურად სეზონი არის ივნისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე და ყველგან არის რადიკალურად განსხვავებული მომხმარებელი, ოღონდ ძირითადად ჩვენ რა, ასე ვთქვათ, ის ხაზი, ის კონცეფცია, რასაც ვატარებთ, ეს არის ეკოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით გვინდა რომ გამოვკვებოთ ჩვენი მომხმარებელი, რაც ამავდროულად პრობლემაა, რეალურად პრობლემაა, ვინაიდან ანგარიშის სწორების მომენტში აქაც ასე ვთქვათ, რაღაც ბიუროკრატიული მექანიზმებია, რომლებიც რთულია რომ გადალახონ ჩვეულებრივმა გლეხებმა. ვთქვათ, ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანო, რომ გლეხისგან როდესაც ყიდულობ რაიმე პროდუქტს, მას არ შეუძლია ელექტრონულად გამოწეროს ზედნადები ან რაღაც ასეთი რამ. ანუ იმავე დღეს ეს ყველაფერი არ დამას ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქ იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე ხდება რეალიზაცია პროდუქციის. ჩვენაირ სასტუმროების ქსელს სჭირდება ის, რომ ბევრად უფრო მეტად განვითარებული იყოს ამ თვალსაზრისით, ეკოლოგიურ თვალსაზრისით და ფასწარმოქმნის დროსაც გვიჩნდება ასეთი პრობლემები, ვინაიდან რეალურად ხარჯები არის ძალიან დიდი ასეთი სასტუმროების შენახვის. ჩვენთან პატარა, ანუ მცირე მასშტაბიანი სასტუმროები ვართ. ბატონ ნიკას მინდა ვკითხო, ბატონ ნიკა, თუ გქონიათ თქვენ შეხება, მოთხოვნა ასე ვთქვათ, სამარცხვავიან სასტუმროებთან, ანუ ასეთ შემთხვევაში და რა პრეტენზიები ან რა შენიშვნები შეიძლება გქონდეთ ასეთ შემთხვევაში? სასტუმროებს გვაქვს ხოლმე კონდეს უკვე ტურისტული ჯგუფები, დიახ, სწორედ ამას გეკითხებით. პატარა ჯგუფები და არ არის ხოლმე ძირითადად თბილისში. ამ მიმართულებით რა პრობლემებს აწყდებით თქვენ როგორც ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი? იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოში არ მინდა რომ მიიღოს ცუდად ჩემგან, მაგრამ კატასტროფული ფასია სასტუმროები. ეხლა რო ვადარებ რამეს ერთი მინდა გითხრათ, რომ ეხლა ხანს ვიყავით ავსტრიაში მიწვეულები, აი ზუსტად მაის ტურიზმისა და საერთო ტურიზმის განვითარების კუთხით. ვენა, რომელიც ითვლება ნომერ 1 მაის ტურიზმის ქალაქად, უფრო იაფებე სასტუმრო ვიდრე თბილისში. რა ფასებია თქვენთან ქალბატონ თინათინო გაგვიმარტოთ? ჩვენთან საშუალოდ 50-60 ლარი ერთი ადამიანი აი ეს სამ სასტუმროზე ერთად რო ავიღოთ და მესტია ჰოსტელია, მესტიაში 30 ლარია ერთი ადამიანი დილის კვებით, დილის საუზმით. და ავსტრიაში როგორი ფასები იყო? ავსტრიაში მე ლაპარაკობ მაისის გეუბნებით რომ აი გუდაურში თავისთავად მაღალი ფასია ჩვენთან სეზონზე მაღალი ფასია 135 დოლარი ორჯერადი კვებით 2 ადგილიანი ნომერი. საშუალოდ ითვლება ეს რეალურად გუდაურისთვის, მაგრამ ზოგადად იმისთვის რომ ანუ საქართველოში განვითარდეს ეს საშუალო შემოსავლიანი მოსახლეობისთვის გათვლილი ტურიზმი, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ფასი, რომელიც იქნებოდა სასურველი მომხმარებლისთვის. ჩვენ ტურებსაც ვაწყობთ და ამიტომ ბატონ ნიკა, მაის ტურიზმის კონტინგენტს არ აქვს სურვილი მაგალითად, რომ თუნდაც ესეთ ტურებზე, ეგზოტიკურ ტურებზე იარონ, ან ესეთი მოთხოვნა არ არსებობს მათი მხრიდან. ძალიან იშვიათია ეს, იმიტომ რომ რა თქვა, ჩამოდიან მაქსიმუმ 3-4 დღე ყველაზე დიდი ხანი რაც ყოფილა, ჩამოდიან ხოლმე ატარებენ რამოდენიმე სემინარს, საღამოს აქვს რა თქმა უნდა თავისუფალი დრო და ძირითადად რა თქმა უნდა დღე ნახევარი იმისათვის რომ რაღაც ნახონ. თუ არიან თბილისში როგორც აღნიშნე, კახეთის იქით უკვე აღარაფერი აღარ მის კახეთში უნდათ და მორჩა. თუ არიან დასავლეთ საქართველოში, სამწუხაროდ ქუთაისში არ არის ხოლმე ინფრასტრუქტურა, მარტო ბათუმი და თბილისი შეიძლება განიხილოს როგორც მაის ტურიზმის ცენტრებად. ბათუმში უკვე ქალაქში ტოვებთ ხოლმე და ვათვალიერებინებ ბოტანიკური ბაღი და დელფინარიუმი თუ დაემთხვა შაბათ-კვირა და ასე შემდეგ. გასაგებია და რაც შეეხება საგადასახადო პოლიტიკა თქვენ ახსენეთ ერთ-ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს დგანან სასტუმროები, თუმცა ასე
ასევე საუბრობდით კონკურენციის თაობაზეც, რომელიც როგორც აღნიშნეთ ეს თვად ჯანსაღი კონკურენცია არ არის. რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში? არა, ვერ ვიტყვი რომ თვად ჯანსაღი არ არის, უბრალოდ ეს რეალური პრობლემაა. პრობლემა არის ის, რომ ჩვენი ტიპის სასტუმროების მომხმარებელი შეიძლება იყოს guest house-ის სასტუმრო სახლის მომხმარებელიც ამავე დროს, იმიტომ რომ რეალურად ის ვინც მაღალმთიან რეგიონში მიდის გარკვეული მიზნით. ეს მიზანი შეიძლება იყოს რაღაც ექსტრიმი, ახალი ემოციები, ბუნების მონახულება და ასე შემდეგ. სხვადასხვა სამთო ტურები და სხვადასხვა ტური ესეთი და მათ შეუძლიათ ასეთი ტიპის მომხმარებლისთვის რეალურად ხანდახან კომფორტი არ დგას პირველ ადგილზე, როგორც მოთხოვნილება. შეიძლება მისთვის იდგეს პირველ ადგილზე, ვთქვათ, ადგილმდებარეობა, ხედები, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად სხვა სეგმენტია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია იმ გარემოში მოხვედრა, რისთვისაც ის აქ მოდის. და ამიტომ guest house-ებისთვის ეს ბევრად მარტივია, ისინი მართალია, ისინი არ იხდიან რენტას პირდაპირ ვთქვათ. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვიხდით იჯარას ყველა სასტუმროზე, ყოველწლიურად. თავისთავად ეს ზრდის ფასს მართალია ჩვენ ვუწევთ მათ კონკურენციას ჩვენი კომფორტით და ბევრად დახვეწილი იგივე ტურებით, ვინაიდან მათ შეუძლიათ რაღაც სამოყვარულო დონეზე შესთავაზონ გარკვეული ტურები, ჩვენ ეს გვაქვს აკადემიურად შემუშავებული. გასაგებია. ანუ ვეთანხმები აბსოლუტურად ძალიან უცნაურია, რომ უცბად გადაწყდა, რომ საქართველოს უნდა იყოს 500 სპავიანი სასტუმროების ქვეყანა. ეს არ არის ნორმალური მოვლენა რა ქვეყანაში, რომელსაც თქვა ტურიზმის პოტენციალი ჯერ კიდევ იზრდება და ჯერ კიდევ გამოკვირვა ყველაფერი. ძალიან დიდი პრობლემა იგივე სამვარსკვლავიანი სასტუმროების. არავის მაგალითად აზრად არ მოსწონს ააშენოს ერთი 200 ოთახიანი სამვარსკვლავიანი სასტუმრო. დიდი რომ იგივე რაღაცა დიდი ჯგუფი მოიყვანა. საქართველოს არის უძველესი ქვეყანა, ლოჯისტიკურად არის წარმოუდგენლად რთული. აი წარმოგიდგენიათ თქვა მაჩაბლის ქუჩაზე რომ ავტობუსი მიაყენოთ. ხო აი წარმოუდგენელი იქ და მე ან გამოყვიდე ან ასე შემდეგ. აი ეს საკითხი არავის არ ადარდებს და ყველას უნდა რომ იყოს 5, 6, 7 ვარსკვლავი და კონტინგენტიც უკვე აღარ იქნება, იმიტომ რომ თუმცა ჩვენ წინა გამოშვებაში არ ვიცი თქვენ გვიყურეთ თუ არა, საუბრობდით იმის შესახებ, რომ მაგალითად ჰაიატმა უარი თქვა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე და განაცხადა, რომ სავაჭრო ცენტრი უფრო რენტაბელური იქნება. არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ 300 და 350 დოლარი თბილისში გადაიხადო იგივე ფასად წახვალ სადღაც სხვაგან და შეიძლება დანარჩენიც კი უფრო იაფი დაგიჯდეს, ვიდრე საქართველოს შემოსვლა. ანუ და ფასები რომ შეადაროთ ბატონიკა, ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც ძალიან ხშირად საუბრობენ, არის ის, რომ ჩვენი სერვისი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ უცხოელ ტურისტებს, არ შეესაბამება იმ ფასებს, რა ფასებსაც ისინი იხდიან და ძალიან ხშირად ჩვენი ტურისტებიც, ჩვენი ხალხი ძალიან ხშირად გარბის დასასვენებლად ეგვიპტესა, ასევე ანტალია, თურქეთი, ასე შემდეგ. ეგვიპტე ბევრად იაფიჯდება, ვიდრე ბათუმში დასვენებლად. მე ჩვენ ძალიან გვიყვარს, რომ ბათუმი არის ჩვენი კურორტი, ქართული, ჩვენები დადიან უგაცავად გამოთქვით, ჩვენი ტუსოვკა რაღაცნაირად, რაც უყვართ თბილისელებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეგვიპტეში მაგის მესამედ ფასად დაისვენებს, ზუსტად გარანტირებული ამინდით და უფრო მაღალი დონის სასტუმროში, მაგრამ ნუ გასაგებია. სამწუხაროდ ჩვენ აღარ გვჭირდება დრო, მაგრამ ჩვენ ამ თემას კიდევ აუცილებლად დაუბრუნდებით და ალბათ სეზონი, როდესაც დაიწყება, კიდევ რამდენჯერმე გავაშუქებთ ამ საკითხს. ნიკა მანჯგალაძე, Travel Shop-ის კომპანია Travel Shop-ის ხელმძღვანელი და თინა თინდოლიძე, ჯეოტელის მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი იყვნენ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს გადაცემა ბიზნესის დრო დასრულებულია, მე გემშვიდობებით. გადაცემის ბოლოს მოვლენათა ეპიცენტრში ყაზბეგია, ჩვენ ბევრი ვიფიქრე, რით დასრულებული იყო დღევანდელი ღია თამაში და გადავწყვიტეთ თქვენთვის მოხევეთა ტრადიციული სააღდგომო სამზადისი გვეჩვენებინა, როგორც ჩვენი კორესპონდენტი ნათია ხართიშვილი გვიყვება ხევის თითოეულ სოფელში უძველესი დროიდან სააღდგომო რიტუალი არსებობს. მოდით ერთად ვიმოგზაუროთ ყაზბეგში, შემდეგ კი უკვე ჩვენი კორესპონდენტი ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში. მაშინ, როდესაც ოჯახის უფროსი ტაძარში წირვას ესწრება, ჩქარეულების ოჯახში დიასახლისი ბავშვებთან ერთად სამზარეულოში ფუსფუსებს. წითელი პარასკევის დილა აქ კვერცხების შეღებვით იწყება. წითელი პარასკევი არის ჩვენს ოჯახში განსაკუთრებით რაღაცა მძიმე დღე ყოველთვის, ყოველ წელიწადს. და ბავშვებიც ისე არიან ამ დღის მიმართ განწყობილები და რაღაცა ისე დამოკიდებულება ისეთი აქვს ძალიან სერიოზული, რომ
არ რთავენ ტელევიზორს, არ თამაშობენ კომპიუტერთან, არ უსმენენ მუსიკას და მარხულობენ ეს ბავშვებიც ამ დღეს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადების პროცესში პატარა მოხევეებიც აქტიურად მონაწილეობენ. ხევის თითოეულ სოფელში ძველი დროიდან მომავალი სააღდგომო ტრადიცია, რიტუალი არსებობს. სოფელ ფხელშეში ეკლესიის ეზოში თავს უამრავი ბავშვი იყრის. შეღებილ კვერცხებს ერთ მწკრივში აწყობენ და მათკენ რიგრიგობით აგორებენ იმ კვერცხებს, რომელიც ხელში უჭირავთ. მას ვინც ყველაზე მეტ კვერცხს გატეხავს, ტკბილეული და გატეხილი კვერცხები რჩება. განსხვავებულად ემზადებიან აღდგომის დღესასწაულისთვის სოფელ სიონში. აქ ყოველწლიურად შინაურ პირობებში ლუდის ხარშვის რიტუალი ტარდება. ამჯერად სეთურიძეების გვარისჯერია. აღდგომიდან 2 კვირის მერე არის ჩვენი გიორგობა. ხო და ამ გიორგობა დღეს მომავალმა გვარმა უნდა ჩაიბაროს ეს ხატები, ჩვენი სოფლის ხატები და ლუდიც იქვე უნდა ავიტანოთ გიორგობაზე, ჩვენი რა გიორგობის წილი არის და მერე ამ წელს ის გვარი იქნება მთელი წელიწადი ამ ჩვენი სოფლის ბატონ პატრონი რა. მე თო მოხედე გიმრავლე. ლუდის ხარშვა აღდგომამდე რამდენიმე თვითადრე იწყება და ხალხმრავალი დღესასწაულით სრულდება. და ნათია ხართიშვილი უკვე პირდაპირ ეთერშია ყაზბეგიდან საღამომშვიდობის. ნათია, პირველ რიგში მაინტერესებს პირადად ჩემ ბავშვობაში მიგიღია თუ არა ამ რიტუალში მონაწილეობა და რა ახალ დეტალებს მოგვაწვდი, რაც ჩვენ სიუჟეტში ვერ ვნახეთ. ირაკლი, მე არ მიმიღია ბავშვობაში ამ რიტუალებში მონაწილეობა, თუმცა როგორც უკვე ნახეთ, ხევის სხვადასხვა სოფლებში სააღდგომო ტრადიციები სხვადასხვანაირად ტარდება. ცნობილია ასევე სოფელ სნოში არსებული ტრადიცია, რომელიც უშუალოდ აღდგომის დილას სრულდება. ამ დღეს სნოში ახალგაზრდა ვაჟთა ჯგუფი იკრიბება, მშვილდისრებით შეიარაღებულები, რომელსაც სოფლისათვის პატივსაცემი უფროსი ასაკის მამაკაცი ხელმძღვანელობს. უფროსი ასაკის მამაკაცთან ერთად ეს ჯგუფი მთელ სოფელს შემოივლის და სოფლის მცხოვრებების აბსოლუტურად ყველა ოჯახში შედიან შეძახილებით ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად. ოჯახის დიასახლის ეზოში შესაძლებლად გამზადებული სპეციალურად შეღებილი კვერცხები გამოაქვს, რომელსაც მწკრივში აწყობენ. აღსანიშნავია, რომ თითოეული კვერცხი კონკრეტული ოჯახის წევრის სახელისზეა განკუთვნილი. ამის შემდეგ უფროსის მითითებით წარმომადგენლები მშვილდისრით შეიარაღებული ადამიანები იწყებენ სროლას ისრების ამ კვერცხების მიმართ, მანამ სანამ ყველა კვერცხი არ დაიმტვრევა. ყველაზე ბედნიერად ითვლება ის ადამიანი, რომლის კვერცხიც პირველი გატყდება. აი ასეთი ტრადიციებია ყაზბეგში, ასე ეგებებიან და ემზადებიან აღდგომის დღესასწაულისათვის. აღდგომის მეორე დღეს კი მოხევები უკვე უშუალოდ მიცვალებულებისთვის ღებავენ ცალკე კვერცხებს და საფლავზე გადიან მათ მოსაგონრად. დიდი მადლობა შენ, რომ მოხევების ტრადიცია გაგვიზიარე. მე შეგახსენებთ, პირდაპირ ეთერში იყო ყაზბეგი და ჩვენი კორესპონდენტი ნათია ხართიშვილი და გადაცემის ბოლოს დღის ფრაზა. განათლების მინისტრმა შრომის ახალი კოდექსის პროექტს როზა ლუქსემბურგის ოცნება უწოდა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჯიპა სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები დამსაქმებელ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ინტერნეტით გავრცელებული ინტერვიუ. შრომის კოდექსი შესულია, ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაიძრება. ეს იგი როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსი არის შესული. როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ახდენთ, დაგმისურვეთ, მაგრამ შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანაზებენ რა საქართველოში. ერთ სახელმწიფო, ერთ ბიზნესი, ისეთი შრომის კოდექსი შევიდა. და ახლა ერთად გავიგოთ თუ რა თემებს გვიმზადებს 9 საათისთვის საინფორმაციო სამსახური. პირდაპირ ეთერში თამთა სანიკიძეა. თამთა, გისმენ. საღამომშვიდობისა, ირაკლი, დღის მთავარი თემები მთავარ გამოშვებაში 9 საათზე თქვენ ნახავთ. სასოფლო სამეურნეო სკანდალის გაგრძელება, საქალაქო სასამართლოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს 9 საათზე. რატომ საუბრობენ ზეწოლაზე ბრალდებულები, რომლებიც დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების
სპეციფიკების მითვისება გაფლაგვის ბრალდებით აიყვანეს. დარაწერია საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებში. მთავარ გამოშვებაში კადრების სასამართლოდან ბელა ზაქაიძე ჩაგვართვება პირდაპირ ეთერში. ორბოულის შემდეგ ხვანი ბოლო 3 დღის განმავლობაში მეორე შემთხვევა, როდესაც საჩხერის მცხოვრებლებს აკავებენ. პატიმრობის მეორე დღე, რით დასრულდება ქართული მხარის მიერ წარმოებული მოლაპარაკებები. საჩხერის რაიონის სოფელ ხვანის 2 მკვიდრი ამ დრომდე ოკუპირებულ რეგიონში რჩება. 9 საათზე რა ინფორმაციას ფლობენ დაკავებულთა ახლობლები და რა მიზეზით აიყვანეს ტყეში ჯონჯოლის საკრეფად წასული ახალგაზრდები. ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტთან ჯო ჰოპკინსის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრობს. ცნობილი მკვლევარი ხელისუფლებას მოსკოვთან დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას ურჩევს. რას ფიქრობს დევიდ სეტერი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე და საქართველოს ნატოში ინტეგრაციაზე. Financial Times-ის მოსკოვის ბიუროსა და Wall Street Journal-ის ყოფილი კორესპონდენტის პოზიცია 9 საათზე. ისეს და სხვა მთავარი თემები ნახეთ ზუსტად 9 საათზე. მე სწორედ ამ დრომდე დაგემშვიდობებით. წარმატებებს გისურვებთ თამთა, მე კი გეტყვით, რომ მე-9-ზე ზუსტად 9-ზე მთავარი საინფორმაციო გამოშვება გელოდებათ. ჩვენ კი ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთ, შევხვდებით მომავალ კვირას. ნახვამდის.